გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პოლიტიკის ეკო და დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი აღმოსავლეთმცოდნე ვასილ პაპავა. მადლობა პირველი სტუმრობისათვის. და ეხლა გასაგებია ჩვენ რაზეც მოგიწევს დღეს საუბარი. იქიდან გამომდინარე რომ მთელი სოფლიოს გეოპოლიტიკური ყურადღება მიმყრობილია ახლა აღმოსავლეთზე და სპარსეთის ყურეზე. ჩვენ ხედავთ უპრეცედენტოდ გავარდა ხო ენერგო ესე იგი რესურსების ფასები ბირჟებზე. დღეს სხვათაშორის გავრცელდა ის რომ ევროპაში ავია მიმოსვლის სიხშირე დაიკლებს, იქიდან გამომდინარე რომ გაუძვირდათ მოკლედ ავია კომპანიებს საწვავი. და ნახეთ რაღაცნაირად მყიფე ზავი, ჯერ უპრეცედენტო მუქარა რომ ცივილიზაციის გაქრობაზე დაიმუქრა. რაც მე წინა გადაცემაშიც ვახსენე რომ აღსანიშნავია იქნება გამომდინარე რომ არ არის ლამაზი ესეთი რიტორიკის დამკვიდრება პოლიტიკაში. ტრამპის ოდიოზური გამონათქვამები ჩვენ აქამდე მოგვისმენია, თუმცა ხა ცივილიზაციის გაქრობის აი ამ თუნდაც აი ამ პოლიტიკური რიტორიკის გატარებაც ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით კარგად არ დაეტყობა საერთაშორისო პოლიტიკას და დიპლომატიას, იმიტომ რომ ამას თავისი რაღაცა ქვეტექსტები გააჩნია. და შემდეგ როდესაც მთელი სოფლიო რაღაცნაირად მთელი ღამე დაძაბულად შეხურებდა თუ რა მოხდებოდა რეგიონში, მე ზავზე გაისმა ხმა, თუმცა ეს ზავი ორივე მხარემ გამარჯვებად ესე იგი გაასაღა. რაზეც საუბრობდა ამერიკული მხარე, აბსოლუტურად სხვა რამე საუბრობდა ირანი, BBC მას გაასაჯაროა მე ზავის პუნქტები. თუმცა აი მყიფეს იმიტომ უწოდებ რომ ბუნებრივია, ჯერ არ ჩანდა სად შეიძლება დაახლოვდეს აი ამ კონფლიქტის მხარეთა პოზიციები და გარდა ამისა ჩვენ ნახეთ რომ მეორე დღესვე ლიბანის დაბომბვა გაგრძელდა. ირანი ამბობდა რომ ლიბანი შედიოდა საზავო მოლაპარაკებაში, ნეთანიაჰუ ამბობდა რომ არ შედიოდა. იქ ტირი, ალ-ხაიბი, მნიშვნელოვანი ქალაქები დაიბომბა და ეხლაც გრძელდება ლიბანის ესე იგი ინტერვენცია ლიბანში. სხვათაშორის ნეთანიაჰუმ დღეს თუ გუში, დღეს ნახე მე ყოველ შემთხვევაში განაცხადა რომ ჩვენ უკან არ დავიხევდო, სადაც გას ჩემი ჯარი იქ იდგება ლიბანში, იქ უკან დახევა არ იქნება, იმიტომ რომ როგორც ამბობს ჰეზბოლა და ასე შემდეგ, ხო? მე მგონი 22-ში გადის ვადა ამ დროებითი ზავისა, 6 თუ 7 ამდენი დღეა დარჩენილი. ყოველ შემთხვევაში მე არ მგონი აქ რამე შეიცვალოს, თან მნიშვნელოვანი კიდე რა არის. ორმაგი ბლოკადა სრუტესი, ერთი ირანული ხარისი, მეორე ამერიკული, მაგრამ ნახეთ რომ ჩინური გემები შედიან, როგორც ამბობს ირანული მხარე, რომ ესე იგი გუშახთა კორპუსთან შესაბამისი კოორდინაციით ჩინური გემები შედიან და ამერიკულ ბლოკადას უვლიან, ესე იგი გვერდს. რამდენად სერიოზულად შეგვიძლია მივიღოთ ის რომ დაუშვათ კონფლიქტი დარეგულირდება რაღაც აი უახლოეს მომავალში, იქნება გამომდინარე რომ ჯერ მე ვერ ვხედავ რა ამოსავალი წერტილი უნდა იყოს თუნდაც ამერიკისთვის ან ირანისთვის რომ რაღაცნაირად თქვას რომ იცი რა ჩვენ რაღაცაზე შევთანხმდეთ. შეთანხმები არ ჩანს ჰორიზონტზე რა, სადაც ან ერთი ან მეორე მხარე მე ისაუბრებს იმაზე რომ რაღაცა შედეგზე გავედით რა. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. თავისთავად ახლა აღმოსავლეთის თემატიკა ყველაზე ცხელია. ის ათეულობით წლის განმავლობაში იყო ცხელი, უბრალოდ იყო სხვადასხვა საკითხები, რომელიც ამ რეგიონში მიმდინარე პროცესებს ფარად, მეორე პლანზე გადაჰქონდა. დღეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი პირველი საინფორმაციო ბუმი, რაც მოდის ახლა, რასაც ხედავთ ჩვენ ნიუსების სახით, ეს არის ახლო აღმოსავლეთი. ყველაფერი დაკავშირებული იმასთან, რომ ახლო აღმოსავლეთი არის მსოფლიო ეკონომიკის გენერატორი, ასე რომ ვთქვათ, უხეშად. დიდწილად ეს ასეა, იმიტომ რომ ენერგორესურსები, ნავთობი, გაზი და სხვა წიაღისეული არის კონცენტრირებული ზუსტად ამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. სპარსეთის ყურის ნავთობმონარქიებში და თავისთავად ირანი. თუმცა ირანის წიაღისეულები დაკონსერვებულია აი ამ სანქციების მიდან. სანქციების მთელი პაკეტების მიდან გამომდინარე. ეხლა რაც შეეხება ამ ცივილიზაციის იმაზე, მინდა შევეხო განადგურების იმას. თავისთავად ეს ამერიკული დიპლომატიის რიტორიკაში მსგავსი რამე არის. მე ცივი ომის პერიოდშიც, კარიბის კრიზისი რო იყო, იქ პირიქით ყოველი სიტყვა იზომებოდა, იმიტომ რომ იქ მართლა ის იყო 10 თუ 12 დღე დაძაბული მთელი სამყარო, რომ ეს ორი ბირთვული სახელმწიფო, რომლებიც გავლენების სხვადასხვა კონტინენტზე და სხვადასხვა რეგიონებში ერთმანეთს ებრძოდნენ დაუნდობლად, მაგრამ უკვე უშუალოდ შეეჯახდნენ ერთმანეთს კუბაში, ხო?
საბჭოთა კავშირმა მან ბირთვული კობინები განალაგა თავისთავად, რაც ადეკვატური პასუხი მოყვებოდა. ხო, იგივე გააკეთა საბჭოთა კავშირმა, თქვათ ეგერ თურქეთში რო განალაგა ამერიკამ ბირთვული კობინები, ხო? შემდეგ უკვე მიაღწიეს მან შეთანხმებას ურთიერთკავშირშია ერთი და ის მეორე მოვლენა და ზუსტად კარიბის კრიზისის მსგავსი კრიზისი არის ზუსტად დღეს. იმიტომ რომ ბირთვული სახელმწიფოები ერთმანეთს ბირთვული და წამყვანი მსოფლიოს სახელმწიფოები ეჯახებიან ერთმანეთს დაუფარავად. ადრე იყოს ხო ეს ხელის მეშვეობით, თავიანთი სატელიტიან მოკავშირეების მეშვეობით უკვე ღიად გამოვიდნენ. თან ამას ეს რიტორიკაც რო დავამატოთ, რაც ტრამპის პირიდან ისმის, ნუ ეს საკმაოდ ახალი რეალიებია ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, ასეთი რაღაც მე არ მახსენდება. ნიღბის ჩამოხსნა რაღაცნაირად. ხო, ნიღბის ჩამოხსნა თავისთავად ახლა უარეს რაღაცებს აკეთებდნენ ახლა იქ ვიეტნამი და იქ საბჭოთა კავშირიც ავღანეთში და მე ამერიკაც იყო ხო ავღანეთში, მაგრამ რიტორიკის დონეზე უკვე ეს უკვე ნათლად აჩვენებს რომ მოლაპარაკების კუთხით როგორ უნდა ენდოს თქვათ ომი ხო უსასრულო არ არის, ადრე თუ გან დასრულდება იქ ვიეტნამის ომი მთლიანად 45 წლიდან 75 წლამდე გასტანა, დასრულდა ხო ბოლო-ბოლო. ავღანეთიც ისე ხო 79-დან დასრულდა ეგერ თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლით, მაგრამ დასრულდა. ხა რა მშვიდობა და როგორ ვითარება სხვა ვითარება, მაგრამ ის სამხედრო შეტაკებები არ არის რაც მაშინ იყო, როდესაც კოალიციური ჯარები იმყოფებოდნენ ავღანეთში. მაგრამ ეს რიტორიკა არტოვებს ზუსტად იმას მოლაპარაკებების არეალს, ნუ სად რაზე უნდა დაელაპარაკო, როდესაც ასეთი უკომპრომისო პოზიცია უკავია. ხა ირანელებიც არაფერს არ აკლებენ ამ კუთხით, მაგრამ ირანელების ეს რიტორიკა ჯერეთის ახლო მოსახლეობისთვის დამახასიათებელია. ყველა ეს ხა პაკისტანის პრემიერიც ავიღოთ, თუნდაც სადამ ჰუსეინი მოდიოზური რეჟიმები, ხო? მან და ხა დალაგებული მეტნაკლებად არის ეს ხელისუფლებები. და ირანის მხრიდან ახლა იყო გარკვეული წრე, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიულ ან რეფორმისტულ ბანაკს მიეკუთვნებოდა, მათი მხრიდან მსგავსი ისინი განცხადებები არ იყო. მაგრამ იყო მუქარები ისრაელის განადგურებას, უფრო სწორედ სიონისტური წარმონაქმნი. მათ ეს რიტორიკა შემორჩათ შახის დამხობის პერიოდიდან, აი ეს თავისთავად არის ახლა ამას ვერ გაიქცევი, რომ ისრაელს გაანადგურებენ. სიონისტებს, ანუ ებრაელების იბეჭდეთ ჩვენ ებრაელებს არ ვებჯით, იმიტომ რომ ჩვენ ებრაული თემის ყავს, სინაგოგაც კადრების გავრცელდა ახლა ებრაელების დაბომბვის შედეგად ირანში რო განადგურდა სინაგოგა და ამას იყენებენ რომ ჩვენ სიონიზმს ვებჯით რა პროექტს. ხო, მაგრამ ახლა ებრაელები ცხოვრობენ იმ ისრაელში და ახლა რაც უნდა დაარქვა სიონისტური განადგურდება ის ებრაელები ვისის დაცვასაც აგერ გადაგებ, ხო? ნუ აბსურდია ახლა ეს ასეთი ბავშვური ის არის, ხო? მათი მხრიდან, მაგრამ ეს მომენტები არის. თავისთავად ამას ახლა ამერიკა თავისთავად არ დაუშვებდა, იმიტომ რომ ისრაელი მისი სტრატეგიული და ყველაზე მთავარი მოკავშირეა რეგიონში კიდევ 50-იან წლებიდან მოყოლებით. და აი ამ რიტორიკის იმიდან გაგრძელებათ, ანუ ჯერჯერობით ვერ ხედავ მე რაიმე სახის კომპრომისს ან ერთის მხრიდან, ან მეორე მხრიდან. გაგრძელდება ეს რიტორიკა, ნუ ისრაელის ცალკე იმუქრება, აქეთ ირანი იმუქრება, აქეთ ამერიკა იმუქრება. იქ ჩინეთიც ისურის მესიჯებს. ანუ ეს ერთგვარი ნერვების ომია ახლა, ანუ ვინ უფრო მეთხანს გასტანს. და სავსების შესაძლებელია რომ მას მოყოს კვლავ მორიგი სამხედრო ესკალაცია, თუმცა იგივე შედეგი დასრულდება, იმიტომ რომ ირანის ასე მარტივად ჩამოწერა როგორც ამას ვარაუდობენ და ასე სრული გააჩნიათ, ძალიან რთულია. შესაძლებელია, მაგრამ უბრალოდ რა რესურსი უნდა გაიღონ, რა უნდა გაიღონ. აქ მარტო ამერიკაზეც არ არის, ამერიკა სხვებთან შედარებით თავისთავად უალტერნატივო ის არის ზესახელმწიფო რეგიონში და მისი დანაკარგები ამ კუთხით რეპუტაციული იმიდან კი ბატონო, მაგრამ ახლა იქ ბაზები რო დაიბომბა, ახლა მისთვის ეს არაფერი ისეთი არ არის სტრატეგიული დანაკარგი, რომ მისი გავლენების ეს უსაფრთხოების კონსტრუქცია ჩამოიშალოს რეგიონში. მაგრამ რა უნდა თქვა მისმა რეგიონულ მოკავშირეებმა, ნავთობმონარქიებმა, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ყატარი, ბაჰრეინი, გაერთიანებული არაბთა სამიროები. მათი ეს რეპუტაცია
ესე იგი როგორ იყო მაგ ნათქვამი, ეს სწორად ასახავდა ასახავს მათი ასახავდა უფრო სწორად, იმიტომ რომ ვითარება უკვე შეიცვალა. ესე იგი 7 და უსაფრთხოების კუნძული დავარხა, ერთი ის არ არის სახელმწიფო, მრავალი სახელმწიფო, მაგრამ ამაზე აპელირებდნენ, რომ აი გადახედოთ, კი, მაგრამ ტურიზმი, ეკონომიკა, ბიზნეს შეხვედრები, ხა საოცარი ქალაქები ააშენეს, ხო, თუნდაც უსაფრთხოების დონე. გადახედეთ როგორ ისაა ლიბიაში, როგორ ისაა სამოქალაქო, იემენშიც რა ვითარება, სირიაშიც ვიცით, მეტნაკლებად დაალაგდასავით, მაგრამ ახლა იქ ერთი 50 წელი დაალაგებული არაფერი არ იქნება. მაგრამ არაბული ნავთობმონარქიები გამოირჩეოდნენ ამ კონტექსტში, იმიტომ რომ დიდი ფინანსური შემოსავალი აქვს ამ გაზი და ნავთობის გაყიდვებიდან და უზარმაზარი თქო ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეს, პლუს ამას ტურიზმი დაემატა და დუბაი ხო საერთოდ ბიზნეს ხაბი იყო აი სინგაპურის მაგვარი, ოღონდ ახლო აღმოსავლეთში. ეს ჩამოიშალა თლიანად. უსაფრთხოების გასწრა ჩამოიშალა. ხო, ნუ ახლა დანაკარგები არის კოლოსალური ფინანსური ამ ნავთობმონარქიების, სადაც ამერიკული ბაზები მდებარეობს. აი ამ სახელმწიფოებში. აი მაგალითად ახლა გაერთიანებულ არაბთა საამიროების ყოველდღიური დანაკარგი აი ამ დაძაბულობიდან რაც რეგიონში არის 28 თებერვლიდან, როდესაც ამერიკამ და ისრაელმა შეუტიეს ირანს, დაახლოებით 500-700 მილიონ დოლარს აღწევს. ეს ყოველდღე. რომც შეთანხმდნენ. ახლა ამის აღდგენას აქ მრავალი წელი დაჭირდება, რომ იგივე ნდობა მოიპოვონ, იმიტომ რომ თუ ეს მივიდა ერთხელ ამ ვითარებამდე, ვინ გამორიცხავს, რომ კვლავ გამეორდება უფრო დამანგრეველით. ანუ ამიტომ ეს სახელმწიფოები იძულებული არიან ეძიონ სხვა ფორმულა თანაარსებობის. ახლა ისლამურ რესპუბლიკას ვერ ჩამოშლიან, ნუ ამას კიდევ ცალკე შევეხოთ. რატომ არის ეს რეჟიმი ასეთი მყარი? ახლა ბოლო-ბოლო ისეთი ფაქტორად მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენეს, მაგრამ განსხვავების წინა რეჟიმებისა, იგივე შახისა და იგივე მოსადეყის რეჟიმის. ხო, შახის რეჟიმის სპეციფიკაზე შევეხები და რა გაითვალისწინეს ამ სასულიერო პირებმა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ შახის დამხობის შემდეგ. ხო, და ამ არაბული ქვეყნების ახლა უსაფრთხოება, ანუ ეს გამოდის, რომ სამხედრო ბაზები ამერიკის რაც მდებარეობს, ეს არ არის თავდაცვის გარანტია. კი ბატონო. არანაირი პირიქით სამიზნეა. ჩვენ აი წინა გადაცემაში ეგ აღვნიშნეთ ზუსტად, რომ უსაფრთხოების ამერიკული მოდელი, რაც რეგიონში ქმნიდა გარანტიებს, ეგ ჩამოიშალა და ეს დიდი გეოპოლიტიკური შედეგი იქნება მომავალში. იგივე ქვეყნებისთვის და იგივე შეერთებულ შტატებისთვისაც რა. ხო, უბრალოდ ახლა ირანის ეს ქცევის ლოგიკა ახლა თუ განადგურებაზე არის ქვეყნის განადგურებაზე, ამერიკას ვერაფერს ვერ დააკლებს, მაგრამ ჩაიყოლებს მის რეგიონულ მოკავშირეებსაც და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსაც ახლა კი არ ჩაიყოლებს, მაგრამ დიდ დარტყმას მიაყენებს ეკონომიკური თვალსაზრისით. ავიღოთ 73 წლის ემბარგო, ნავთობის ემბარგო, როდესაც იომ-ქიფურის ომის დროს თავისთავად დასავლეთი და ამერიკა ისრაელს დაუჭირეს მხარი, როდესაც არაბული ქვეყნები თავს დაესწრნენ ისრაელს, ნუ ისრაელმა ეს მოიგერია, საპასუხოდ ამუშავეს ეს ენერგო ბერკეტ შეწყვიტეს ნავთობის და გაზის მიწოდება დასავლეთისთვის, მაგრამ ირანმა გააგრძელა მიწოდება. არა, მაგრამ უყურეთ, ფული თავისთავად კი შევიდა, ანუ გამიჯნა რომ ახლა ერთია პოლიტიკაო და მეორე ცალკე არისო ეკონომიკაო, თუმცა ერთია ორივე, იმიტომ რომ პოლიტიკა არის პირდაპირ დაკავშირებული ეკონომიკასთან, თორე ახლა პირადი სიმპათიები და ახლა იმით არავინ არ მოქმედებს. რა ეკონომიკური სარგებლობის მიღება შეუძლიათ, იქიდან გამომდინარე მიდის ეს პოლიტიკის შემუშავება. ირანის შაჰმა რა გააკეთა? ოპეკი, ეს ნავთობ ექსპორტიორული ქვეყნების კონსორციუმი გაერთიანება, რომელიც 60 წელს დაარსდა, აერთიანებს გრიგ წამყვან სახელმწიფოს, ვისაც დიდი ნავთობის მარაგები აქვს, მაგრამ არა მარტო არაბული სახელმწიფოები, მან სხვა სახელმწიფოებიც შედიან ამ კონსორციუმში. აი მაშინ ეს ემბარგო რო გამოაცხადეს არაბულ ქვეყნებმა, ირანი თავისთავად არ შეუერთდა ამ ემბარგოს, ძველებურად გააგრძელა მიწოდება და გაზარდა კიდევ ეს მიწოდება, მაგრამ მომაკვდინებელი ფაქტურად დარტყმა იყო შახის მხრიდან, პროდასავლური იყო, ხო?
4-ჯერ გააზრდებინა ფასები. თუ დაახლოებით $3-მდე ყიდულობდნენ ბარელს, $12 ახდევინებდა. ვერაფერი ვერ ქნეს დასავლეთმა ვერანაირი ზეწოლა ვერ მოახდინეს შახზე მისი მოკავშირე ცივი პერიოდში, ანუ როგორი მოკავშირეა. თან ეს იარლიყი ახდა შახს პროდასალურობისა და ამერიკული მარიონეტების 53 წელს კი მოიყვანეს ხელისუფლებაში ამერიკის და ბრიტანეთის სპეცსამსახურების ჩარევით, როდესაც მუჰამედ მუსადიყი დაამხეს ნავთობური ინდუსტრიის ნაციონალიზაციის გამო. მაგრამ ნაწილობრივ დათმობებზე მაშინ მოუწია შახს წასვლა იქ. თუმცა ბოლოს ისიც ზაღასთანად მოსადიყის გზას დაადგა. მოსადიყის გზას დაადგა და მოსადიყის საქმე დაასრულა 73 წლის თორსებით 16 მარტს. ანუ ნაციონალიზაცია, რაც მოსადიყმა გააკეთეს უხეში ტემპით. ნუ ხეს შეიძლება სხვა ბერკეტიც არ ქონდა ეს დიდი თემაა ეს ახლა ჩვენ გადაცემის იმაში ვერ ჩავეტევით. ანუ იმ პერიოდში ჩახიც ემხრობოდა ნაციონალიზაციას მოსადიყის პერიოდში უბრალოდ იმ პირობებში, როდესაც მაშინ ირანი იყოფებოდა ის სუსტი ეკონომიკა, ჯარი, სპეცსამსახურები, მოკავშირეები, თან აქ საბჭოთა ჯარები არც ისე დიდი ხნის წინ იყვნენ ქვეყნიდან გასული იქ ბრიტანელების გავლენები, ასეთ ვითარებაში შახი შიშობდა რომ ეს ასეთი ნაჩქარები და ასეთი რადიკალური ნაბიჯი გამოიწვევდა ინტერვენციას. ნუ ბოლოს კი მართალი აღმოჩნდა და მისთვის სასარგებლო დასრულდა ეს გადატრილება, მაგრამ ხო იყო ჩარევა, მაშინაც ბლოკადა მოუწყოს ირანს იქ წელიწადზე მეტი და შემდეგ უკვე აუჯანყეს მოსახლეობა და იქ სამხედროებიც დააფინანსეს და მოახდინეს გადატრილება. აი მის შემდეგ უკვე შახი შეუდგა ქვეყნის მართვას და ეს იარლიყი რომ მიეწება, მაგრამ ეს ღონისძიებები რაც შემდეგ გაატარეს კვლავ ხელახალი ნაციონალიზაცია 73 წლის მარტში, კიდევ ფასების გაუთხმაგება. ეს არაპატიეს. ხო, ესეც არაპატიეს, ნუ შიგნითაც მაგან შახმა დიდი შეცდომები დაუშვა. და ის უბრალოდ ამ სისუსტეებზე ითამაშეს. მე ვიძახი გარე ფაქტორმა რა გააკეთა. კი ბატონო. შიდა უკმაყოფილება ბევრ ქვეყანაში არის, მაგრამ გარე ძალების კატალიზატორი შეიძლება გახდეს ხშირ შემთხვევაში და ირანის შემთხვევაში ასე მოხდა. და 79 წელს ზუსტად დასავლეთის ხეში ჩარევისა, დიდი ზეწოლისა მოხდა შახის რეჟიმის დამხობა. ოღონდ სხვა სურვილი ჰქონდათ მაგაც, სასულე პირების მოყვანაზე არავინ არ ოცნებობდა. თუმცა მათი გამოყენება უნდათ. კი, გამოყენება უნდა. ვინ იფიქრებდა 79 წელს, რომ სასულე პირები უშუალოდ შეუდგებოდნენ სახელმწიფოს მართვას. აი ეს თემაც ეს კარგად რო გავშალოთ რატო. ხალხს გონია დღეს, რომ ნუ გასაგებია რომ შახი იყო ბოლომდე პროდასავლელი, მასაში როგორაა წარმოდგენა, მაგრამ აი ეს ნიუანსები თვითონაც ის ხა რა თქმა უნდა გამოიყენეს სამღვდელო პირები, თუმცა ხა რამდენადაც ცნობილია ისტორიაში, როდესაც ხომეინი ჩამოაფრინეს, პარიზიდანაც ჩამოაფრინეს, პარიზიდან ჩამოაფრინეს 200 ის ყავდა ჟურნალისტი შიგნით და მოკლედ საშუალება არ მიეცა ეროვნულ ჯარს და გვარდიას, რომ რამდენადაც წინააღმდეგობა გაეწია, არც მოხდა რა შეტაკებები. ფაქტობრივად. ისე მოხდა ეს რევოლუცია. ხო, მან ახლა მაშინ გაანეიტრალეს რა პრაქტიკულად. ახლა ჩვენ ახლა თემა რა ხალხ ნახლა მოსწავლეებს ეხება და ძირითადად ირანს და ჩვენ უნდა შევეხოთ ახლა ირანის სახელმწიფო სტრუქტურის არ ჩამოშლის სპეციფიკას. რატო არ ჩამოიშალა? ბევრი ჩამოიშალა. შახის რეჟიმი რო ჩამოიშალა, მანდ როგორ იყო ვითარება. ესე იგი 70-იან წლებისთვის, 70-იან დასაწყისში შუალედში ირანის შეერაღებული ძალები იყო ნომერ პირველი, თავისთავად ისრაელის შემდეგ. რეგიონში. ხო. ნუ თურქეთი მერე წამოეწია. იმ პერიოდში არამუსლიმურ სახელმწიფოებს შორის, ნუ ჯერ ისრაელი იყო თავისთავად და სხვა მუსლიმურ სახელმწიფოში პირველ ადგილში. ირანის სამხედრო ბიუჯეტი, ახლა რო შევადაროთ 77 წელს, რამდენი მილიარდი იყო, საერთოდ არ მახსოვს. მაგრამ პაკისტანი მისი მეზობელი, რომლის მოსახლეობა მაშინ ორჯერ დიდი იყო, დაახლოებით 80 მილიონს აღწევა, თუ არ ვცდები, 20 ჯერ დიდი იყო ირანის სამხედრო ბიუჯეტი პაკისტანთან შედარებით. აი ესეთი რადიკალური სხვაობა იყო და მე მაქვს საკითხული მაშინდელი პრეზიდენტის ჯერალდ ფორდისათვის წარდგენილი რაპორტი, ნუ ის გრიფს საიდონმა მოხსნილია უკვე დოკუმენტისთვის, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიერ მიწოდებული. მან იყო ეს
ჩამოთვლილი სხვადასხვა ქვეყნები და ირანზე იყო აქცენტი გაკეთებული და მისი შესაძლებლობის პოტენციალიდან თავისთავად ისინი ხო საზღვრავენ თქვათ 5-10 წელიწადში როგორ ის ექნება ხო აი დინამიკა და აი ცელი ის კვლევა არ იყო თავისთავად იმიტომ რომ იქ უფრო ფუნდამენტური ის იქნებოდა საკითხი მაგრამ ის მოკლე რაპორტი რაც წარუდგინეს მანდ იყო ასეთი რამ ნახსენები რომ დღეისათვის ირანის სამხედრო პოტენციალით ანუ ირანს შეუძლია მთელი ახლო აღმოსავლეთის ოკუპირება 2 კვირაში ოკუპაციაზეა საუბარი და რა შენარჩუნებად იმას სამხედრო თვალსაზრისით ანუ მთელი ახლო აღმოსავლური ქვეყნების სამხედრო კომპონენტები ერთად რო შეკრებილიყო ანუ ირანს ხონდა გაცლებ დიდი უპირატესობა ხო ისეთი უპირატესობა ქონდათ თავისთავად ეს საფრთხეც იყო დასავლეთისთვის როგორ უნდა მართვა ასეთი მართვა მე რომ მოიყვანა ხელისუფლებაში 53 წელს ვითარება შეიცვალა შაჰმა დაამყარა კარგი კეთილმეზობლური ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან სოციალისტურ ქვეყნებთან აღმოსავლეთი ქვეყნის ვარშავის პაქტის ქვეყნებთან დაიწყო დიდი რაოდენობის იერარქიის შესყიდვა ჩეხოსლოვაკეთში რუმინეთში საბჭოთა კავშირში ძირითადი თავისთავად ბენეფიციერი ამ კუთხით ამერიკის შეერთებული შტატები იყო მაგრამ რევოლუციის პერიოდს რო გადახედავთ იქ საბჭოთა ბეტერებს ნახავთ ბეტერი არ შედიოდა ამერიკის იმაში ხო დიდი რაოდენობით 3000-ზე მეტი ბეტერი შეიზღიდა 76 წელს რაღაც 75 წელს ასე რამოდენიმეჯერ იყო საბჭოთა კავშირში 70-იანებში შახი და საკმაოდ დინამიურად ვითარდებოდა მათი ურთიერთობა თავისთავად მოკავშირე შახი არ გახდა საბჭოთა კავშირის მაგრამ ტერი არ იყო ხო და ახლა იმ მარიონეტებას რო შევეხოთ შახის დამხობა უფრო განპირობებული იყო სასულიერო პირებთან ცუდი ურთიერთობებით. იმიტომ რომ სხვა პოლიტიკური ან სხვა ინსტიტუცია, რომელიც შახის რეჟიმს წინააღმდეგ მასე დაძრავდა, არ არსებობდა, იმიტომ რომ შახის უშიშროების სამსახურმა სავაყმა ისინი ყველა გაანადგურა. მაგრამ რელიგიური ინსტიტუცია მარცხენა ზალების ხო იყვნენ, მცირე, მაგრამ მაინც. კი, იყო იქ რამოდენიმე ხა კომუნისტური პარტია თუდე მათი საბაზისო პროგრამას რო გადახედო, ის ყველაფერი თითქმის შახმა განახორციელა ის თეთრი რევოლუციის რეფორმის ფარგლებში. ანუ ბაზა გამოაცვლა და უბრალოდ შემდეგ აკრიტიკებდნენ, რომ არ ენდოთ შახს იტყუება, რა უნდა ეტყოდო, ახლა რა ენდოთ რა შუაშია, კაცო, ირანი იცვლებოდა დღითი დღე. ვითარდებოდა. ანუ კომუნისტური პარტია თუდეს მან დიდი გავლენა არ ჰქონდა. მაგრამ პრობლემას უქმნიდნენ მემარცხენე ტერორისტული დაჯგუფებები, მოჯაჰედინი ხალკი, ფედაინი ისლამი და რიგი რაღაცა მაოისტური ტერორისტული დაჯგუფება. მაგრამ ესენი ყველა კონტროლებადი იყო და მათ შახის უშიშროება უმკლავდებოდა. აი შიდა ფაქტორები იყო ძირითადად მაინც ახლა ეს სასულიერო პირების უკმაყოფილება, რომელსაც ეს მასების დარაზმა. იმიტომ რომ მათ შეძლეს მასების მობილიზება და სასულიერო პირები არც ისე დიდი ხნის წინ იყვნენ გამოსული პოლიტიკურ ასპარეზზე, ასე ღია დემონსტრაციულად. სხვა პოლიტიკური პარტიები, ვინც ათობით წელი ებრძოდნენ შახის რეჟიმს, ფეხლევის დინასტიას, ისინი დარჩნენ, ხო, მოედნის იქი დარჩნენ, ხო, მოედანსაც თამაშის მოედანზეც არ შეუშვეს უბრალოდ. არ ქონდათ გავლენები ამ თვალსაზრისით და მასების სამობილიზაციო პოტენციალი სასულიერო პირებს გააჩნდა. იქ მთელი რიგი ფაქტორები დაეწყო, შეცდომები დაუშვა შახმა. განათლების რეფორმა ჩავარდა, სოფლის მეურნეობის რეფორმა ჩავარდა. შემდეგ სოციალურ პოლიტიკაში სერიოზულად მოიკოჭრა და მიუხედავად ამდენი მილიარდი შემოსავლებისა და კორუფცია თავის რეჟიმი გამოირჩევა სოციალური პოლიტიკის არა, სოციალური პოლიტიკით გამოირჩევა თვალსაზრისით, რომ ბაზა უფრო დიდი აქვს ამ კუთხით. მაგრამ სხვა თვალსაზრისით, ხა პირადი თავისუფლებები და ისინი ახლა იქ რელიგიური მით კონტროლდება. და ზუსტად ეს არის ახალგაზრდების ძირითადად მოთხოვნა, რომ ეს პირადი მასში არ იყოს ჩარეოდა. აი შახის რეჟიმი არ ერეოდა. ამიტომ არის ნოსტალგია იმ პერიოდიდან, თუ ხა რეპრესიული ორივე. ისიც იყო ბაზევდა სავაკი ყველა ოპოზიციურ გამოვლინებას, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ეს ზოგადად ახლო აღმოსავლეთის სპეციფიკა, ახლა იქ ახლა ჩვენ ოპოზიციას არა, დემოკრატიული პარტია და რესპუბლიკური პარტია, ვინც დებატებში მოიწოდა. იქ თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოდის, იმ მართო ძალას ჩადებს მიწაში იმ დღესვე. რა თქმა უნდა. რამდენი მაგალითი მოვიყვანდა. ის მოხდა ზუსტად ირანში და აი პოლიტიკურ სფეროში ხდებოდა მხოლოდ კონტროლი. კი. პირადი ცხოვრება შახის უშიშროებას საერთოდ არ აინტერესებდა.
მაგრამ მე პოლიტიკური იმაზეც ახლა ხო იცი როგორ არის სოციალური კეთილდღეობა ცოტა რო აიმაღლებს, მე უკვე სხვა რაღაცების გინდა, ახლა ის ხო არ ახარ ცხოველი რომ მარტო თქვათ დაკმაყოფილდე ჭამას მით და ხო რაღაც ელემენტარული მოგვინდება ეს აუცილებელი არ არის რომ შენ რეჟიმის სასულიერო ასე იგი მართლობა იგი ბევრი ეს მომენტის გამოიყენეს რომ შახის პროდასალურობა და თითქოს აი ის რომ რელიგიური კუთხით, ანუ ადგილობრივი ტრადიციით არ იქნა შთაგონებული შიდა პოლიტიკური პროცესები და შახს რომ მხოლოდ ის აინტერესებდა რომ მის პოლიტიკურ ძალაუფლებას ემუქრებოდა თუ არა, ხო რა? ეს გამოიყენეს ამბოხისათვის, ანუ ბუნებ ლოგიკური იყო რა. მაგას მოიქცევა. ყველა ასე მოიქცევა, იმიტომ რომ რელიგიური ინსტიტუციის ჩაჩოჩება შეიძლება მოახერხო რაღაც ინსტიტუციის, მაგრამ დროებით, მაგრამ ვერ განადგურებ მას. ახლა რეჟიმი ბიცვლება, შეიძლება 10 წელიწადში ახალი რეჟიმი მოვიდეს, მაგრამ რელიგიურ ინსტიტუციას შენ ვერ დაამხობ, ვერ განადგურებ და აი ეს შახის პოლიტიკა, აი თუნდაც რელიგიურ დარგში, შახის მმართველობისას, ბოლო შახის, მან არანაირი ისლამური კომპონენტი მის მმართველობაში არ იყო. აი მის რიტუალები ახლა მონარქია ხო ვიცით ახლა ეს არის მთელი რიგი ცერემონიალით შესრულებული ეს რაღაც რიგი ღონისძიებები იქნება ეს დინასტიის დაარსება ან რაღაცა მეგა რაღაც დიდი ღონისძიებებია თქვა როგორც იყო 71 წელს ოქტომბერში პერსეპოლეში ჩატარებული ირანის მონარქიული სახელმწიფოების 2500 წლისთავი. 2500 წლისთავი უბრალოდ არ იყო გასული სხვა ის იყო მაგრამ შახმა ასე დაამთხვია და ამით ხაზი გაუსვა თავის დამოუკიდებლობას და პრეისლამური ირანისადმი ტოლოს პატრიოტიზმს. არანაირი ისლამთან არანაირი სიმბოლიკა არ აკავშირებდა შახის მონარქიას. შახის უშიშრობის სამსახურის სავაქის სიმბოლიკა ნახეთ. მისი ლოგო. ფარავახარი. ეს არის ზოროასტრიზმის ის ერთი ღმერთი. მზის ღმერთი. არანაირი ის არ ქონდათ ამ მთელი ეს არქიტექტურა რაც თანახლდა ამ იმას შახის რეჟიმს ისლამთან კავშირში არ იყო. მან მისი მიდგომა იყო მარტივი, ანუ სასწრაფო პირები უნდა დაკავდნენ თქვათ რელიგიური საკითხებით და არაპოლიტიკური ამბიციებით. და არაპოლიტიკურით, მაგრამ პოლიტიკური კუთხით ახლა თითქმის ყველა ის მოუსპო. ახლა სასწრაფო პირები რას ეთხოვდნენ? რომ შექმნილიყო საბჭო, შურაი მაჯლის, რაღაც მსგავსი რაღაც საბჭო, სადაც მიღებული კანონპროექტების რაღაც ნაწილი მაინც იქნებოდა სასწრაფო პირებთან შეთანხმებული. აუცილებლად კი არა დამტკიცებული, შეთანხმებული და ნუ რაღაცასაც გაიტანენ. ესეც აქნა შახის რეჟიმმა. პირიქით ჩამოაშორა სასამართლო სისტემას. მე არ ვიძახი, კარგია თუ ცუდია ახლა, ვიძახი რა გააკეთეს და ეს როგორ რის გამო განაწყენდა სასწრაფო პირები. ჩამოაშორა განათლების რეფორმას, ესე იგი, მიწების წაართვა. ხო, მიწების წაართვა, უზარმაზარი მიწებს ფლობდნენ. ხო, აი თუნდაც ავიღოთ აიათოლა რუჰოლლა მუსავი ხომეინი, რევოლუციის ლიდერი, მასაც უზარმაზარი მიწები გააჩნდა, სადაც ასობით გლეხი მუშაობდა. პირადი შურიძეებაც ხო არ იყო. პირადიც ახლა შემოსავლებსაც რომ მოგაკლებენ და კიდევ სხვა დარგშიც შეგავიწროებენ, ნუ ახლა ის ხო არ ახარ. რაღაცას აიღო პოლიტიკური ბრძოლის დროშა. ხო, რაღაცას იზამ. შემდეგ ნუ რელიგიური სიმბოლიკაზე გითხარით რომ არანაირი ისლამური კომპონენტი აი ამ შახის რეჟიმს არ გააჩნდა. პირობითად იყო მუსლიმური სახელმწიფო, მაგრამ მკვეთრად სეკულარული და პროდასალური იყო. შემდეგ უშიშროებამ მეჩეთების შემოწირულობაზე დააწესა კონტროლი, ნუ ახლა მეტი ახლა საარსებოა ფინანსური ესე იგი ისიც გაუკეთა. ყველაფერი გადაუკეთეს თავისთავად და მე იქ უკვე როდესაც ჩავარდა შახის რეფორმები სოფლის მეურნეობის სფეროში, განათლების სფეროში, ეს მასები მიაწდნენ ქალაქებს, გაკოტრდნენ სოფლები გაკოტრდა და ჩვენთანაც ხო, მოაწდნენ თბილისს. იმიტომ რომ არაფერი არა იქ. ეს მსგავსი რაღაც ტენდენცია იყო ირანშიც, იმიტომ რომ რეგიონებში ვერ შექმნა ისეთი მძლავრი ინდუსტრიული ბაზა,
რაც მოსახლეობას იქ დააკავებდა, არა მარტო თქვა მძიმე მრეწველობის დარგში, არამედ სოფლის მეურნეობის დარგში. ეს მასები ქალაქებს რომ მიაწყვნენ, იქ რა უნდა ექნათ. განათლება მაგათ არ ჰქონდათ და დაიწყეს მუშაობა პატრაკებად, მშენებლობებზე ხო. და მე ყველა უიმედობა დაბრალდა და ყველა ისა დაბრალდა აქ დაეთყო უკვე სასურველ პირების ეს უკმაყოფილებაც რომ მოდით შვილებო ჩვენ გეტყვით რაშია საქმე აგიხსნით და გამოსავალს ვისია ხო ვისი ბრალიას ყველაფერი აი სასახლეში გოლესტანის და ნიავარენის სასახლეში როდის იმ ადამიანის ბრალია შახის კატალიზატორი ხო მაინც დაბლო ჯამში იყო ის რომ შახმა დაიწყო უკვე ლავირება დასავლეთისგან იქ საბჭოებთან დალაგება და ნაციონალიზაცია პრაქტიკულად ის რაც ანუ ბრძოლა სუვერენიტეტისათვის რასაც ირანი ამდენი ხნის მანძილზე წეღანაც რო ახსენეთ თქვენ ავღანეთი და იგივე ვიეტნამი ხო ვიეტნამის ომი ხალხს მარტო იმით ახსოვს რომ ამერიკა და არა და ვიეტნამმა აქამდე ფრანგებთან იომა მერე ამერიკას ჩინელებთან იომა ვიეტნამმა იომა ხა როგორი რეჟიმი იყო სხვა ამბავია პოლიტიკა ვიეტნამმა იომა სუვერენიტეტისათვის როგორც თალიბანმა იომა ადგილობრივი სუვერენიტეტისათვის ჯერ საბჭოებთან, მერე ამერიკასთან და ასე შემდეგ, ხო? ამ ბრძოლის პროცესის თავია შახის მონაკვეთის, რომელიც თავიდან ვითომ მოკავშირეა და მარიონეტის იარლიყი აქვს და მაგრამ მერე საბოლოო ჯამში ლაგდება ისეთი ამბავი, რომ ნუ დასავლეთში უკვე შახი მიუღებელია. მან ახლა რევოლუციის იმას რო შევეხოთ ახლა თვითონ მიზეზზე და უკვე რა რეჟიმი შექმნეს სამათმა. რატომ არ ხდება რატო არ ემხობა ესე იგი აი ამ შიდა უკმაყოფილებას ის იყო თავისთავად მაგრამ არაფერი ისეთი კატასტროფული აი რაღაცა უტანელი რომ არიქა შახი თუ არ დავამხოთ ჩვენ ირანელები გაქრებიან მოწყდებით ასეთი რაღაც არ იყო ეს იყო სუფთა სოციალური დისბალანსი და კი ბატონო და ასე ვთქვათ გააშმაგებული პროპაგანდა ის ხა ირანის იმას ისტორიას ფეხლების პირიდან 20 წელზე მეტია ვიკლო და ნუ ისეთი რაღაც პარადოქსული რაღაც დღევანდელი გადმოსახედი და უკვე ღიმილის მომრგვალია იმიტომ რომ ხა ისეთი რაღაცები იქ რომ თქვათ ხოცვას ლიტვა მოხდა 78 წლის სექტემბერში შალეს მოედანზე შავპარასკევად ასწოდებული იქ 15000 ადამიანი დაიღუპა 15000 ადამიანი როგორ უნდა დაიღუპოს რა უნდა ჩაატარო ახლა ისეთი ბოლო-ბოლო გაიქცევა შეიძლება რამოდენიმე ასეული დაიღუპოს 15000 მაშინ უნდა ჩაკეტო რაღაც იმაში და იქ ჩახოწვა ბოლოს გაიგო რომ თვითონ დღევანდელი ხელისუფლების მკვლევარების მიერ 98 თუ 100 ადამიანი დაიღუპა მაშინ და უბრალოდ პროპაგანდა არის გაზრდილი ხო პროპაგანდა იქ ევროპულის პროპაგანდას დაერთვა შემდეგ ამას იგივე პროპაგანდა ხო არ არის ახლა რომ ამბობენ აი აქციების პერიოდში 35000 კაცი ჩახოცესო ამ რეჟიმმა. მან მივალთ ამ რეპრესიები, იმიტომ რომ გაცილებით დიდი რეპრესიების ის იყო, მაგრამ ახლა 35 მოკლეს თუ შეიძლება 70-იც მოკლეს, არ ვიცით ეს ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. მაგრამ არ ვიჯერებ მე ასეთ იმას, იმიტომ რომ გამოვლილი მაქვს, შესწავლილი მაქვს უკვე რაც იყო მანამდე და არა გამორიცხული რომ მართლა მოკლეს მაგდენი, მაგრამ რო ვიცი როგორი ისა აქვს დაპირისპირება ირანთან, აქედან გამომდინარე რომ ფრთხილად უდგები ამ საკითხს. იქ ისეთი იყო რაღაც კომიკური სიტუაციები რომ იქ ევროპელი ისინი ჟურნალისტები როდის პერიოდში იმყოფოდნენ იქ გამოკითხვას ატარებდნენ ეკითხებოდნენ ირანელებს ანუ რა როგორ ახდება რა ვითარება და ისეთი რა კომიკური ანეკდოტური სიტუაციები იყო შახი გვესროდაო ერთფრენიდან ჩემი თვალი დავინახეო ხლა ნუ კიბოს ბოლოს სტადიით დავადებული შახი რომ ახლა ერთფრენში არ ჩამდარიყო და იქ რაღაც ეს ვედეთი რომ არასოლა მომიტინგების სხვა ამის გამკეთებელი არ ყავდა თუ. ესეთი აბსურდული რაღაცები იყო და თვითონ აი ამ თემას მე ჩემი წიგნი მიუძღვენი და კიდევ ვაპირებ ახლა ამ თემაზე მეორე წიგნის გამოშვებას უფრო ცლად. მან ჩახის რეჟიმის დამხობა მოხდა არა იმიტომ რომ მილიონობით ხალხი გამოვიდა. არამედ იმიტომ რომ თვითონ არ გასაბრძანება ეს რევოლუცია ჩაეხშოთ. იმიტომ რომ კაცობრიობის ისტორიაში რო გადავხედოთ არ არსებობს არც ერთი მაგალითი არ არსებობს ყველა ქვეყანა ფარაონებიდან დავიწყოთ იქით რამსეს მეორედან ან უფრო იქიდან უფრო შორეულიდან დღემდე არც ერთი მაგალითი არ არსებობს რომ აჯანყებულ მოსახლეობას დაემხოს ის რეჟიმი
რომელსაც ძალოვანი და პოლიტიკური ბლოკი რეჟიმის მხარეს არის. აი თუ ბზარი ჩდება მართულ პოლიტიკურ სამხედრო ბლოკში, იქ რეჟიმი სხროვა და დიდი ალბათობა რომ ის ჩამოიშლება, ან სამოქალაქო ომი დაიწყება. როგორც ეს ლიბიაში მოხდა, გავიხსენოთ ტუნისი ამაგა. შორს არ წავიდეთ აგე რაც შეუძლია მაყურებელსაც თვითონაც გადაამოწმოს. ტუნისში რამოდენიმე ის იყო, ხო, მასშტაბური გამოსვლები არ იყო იქ წელიწადი მილიონობით არ გამოსულა. მაგრამ ბენალის რეჟიმი, რომელიც დაამხეს, ის ეყრდნობოდა პოლიციურ და სპეცსამსახურების ძალებს, არმია იყო მეორე პლანზე. მაგრამ როცა არმიის ჩართვა დაჭირდა, მაგრამ არმიამ მე ხალხს არ ვესროიო. ჩვენს გამო, იმიტომ რომ ინტერესი არ ქონდა. უკანა პლანზე იყო ჯარი და ძირითადი ბენეფიტები რაც იყო ამ იმიდან იყენებდნენ ესენი. მათთვის იყო სპეცსამსახურები და პოლიციისთვის. ბენალის რეჟიმი დაემხო. ანუ ძალოვანი ბლოკში არ იყო ერთობლივობა. მუამარ კადაფის პერიოდში, ჩვენთან საუბრობენ რომ კარგი აყვავებული იყო, თავისთავად, მაგრამ არ არის რის ფასად. მან კადაფი რომ მოვიდა ხელისუფლებაში 69 წელს და დაამხო მეფე იდრის პირველი. მან შეცვალა ის ტომთა ბალანსი, რაც მეფე იცავდა. მეფე იდრისმა 40 წელი ის ჯერ კირენაიკის ამირა იყო და შემდეგ გახდა ლიბიის გაერთიანებული ლიბიის პირველი მეფე, და პირველი და უკანასკნელი. 51-დან 79 წლამდე იყო მეფე. მაგი 1911 წლიდან, როდესაც იქ იტალია მოახდინა იმის ლიბიის კოლონიზირება, იქ საფრანგეთსაც ჰქონდა ინტერესები. ანუ კოლონიალურ სახელმწიფო გადაინაცვლეს და ბრიტანეთსაც. ტრიპოლიტანია, კირენაიკა და ფეცანი. ეს სამი პროვინციისგან შემდგარი ლიბია. მან 40 წელი დიპლომატიურ გზით მიმართავდა. იყო იქ მთელი რიგი აჯანყები, მაგრამ მან ხარი ამ გზას არ დაუჭირა. დიპლომატიური გზით ჩართულობით და სხვათა შორის საბჭოთა კავშირმა დაუჭირა შემდეგ ძლიერ მხარი ლიბია დამოუკიდებელ სახელმწიფო ჩამოყალიბებულიყო. ანუ ტომობრივი ბალანსი იყო დაცული ჯერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. არ იყო დიფერენციაცია რომ აი ჩემიანია და თქვათ შენ სხვა იმაში. და ეს მონარქია რო გამოცხადა 51 წელს. ეს ბალანსი ბოლომდე იყო დაცული 69 წლამდე. ხა იმის თქმა რომ ეს იყო რაღაც ავტორიტარული, რაღაც სისხლიანი რეჟიმი არა. სტანდარტულად რაც ახლო აღმოსავლეთს ახლავს. ხო და ახლავს ახლა ბელგიის ტიპის ის მოდელი ვერ ჩამოყალიბდებოდა. ბელგიის მეფესაც თავისი სისხლიანი წარსული გააჩნია კონგოში ეს სხვა თემა სხვა დროს შევიხოთ ამას. კოლონიური სახელმწიფოების იმას ქმედებებს და მე მათი პირიდან ეს რიტორიკას თურმე ტოლერანტობა რას ნიშნავს. ხო. და ეს ბალანსი, ანუ ყველა ტომი იყო თანაბრად წარმოდგენილი. იქ სხვადასხვა ტომები არიან, იქ 100-ზე მეტი, 140 ტომი, სხვადასხვა რაოდენობის. ეს მართული დინასტია იყო სენუსიტების კლანიდან, რომელიც აღმოსავლეთ ლიბიდან იყვნენ. იქ და შემდეგ ეს გადატრიალება რომ მოხდა სხვათა შორის ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელის ნასერის ხელშეწყობით 27 წლის მუამარ კადაფი ახლა ისი გადატრიალების ის ახლა მომწყობე და მან ეს მეფე რო დაამხა შემდეგ ეს ტომთა ბალანსი შეიცვალა რადიკალურად. კადაფმა შემოიკრიბა ეს თავისი მცირე რიცხოვანი ტომების ხალხი, კადაფია, იქ ვარფალა, შემდეგ იქ ტუარეგები, სხვადასხვა ისინი ტომებიც, მაგრამ განაწყენებული დარჩნენ ეს ბენღაზის ტომები, საიდანაც სამეფო დინასტია იყო. და ეს ჩარჩად რეგულარული არმია გააუქმა კადაფიმ. და როდესაც საგარეო გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა არაბული გაზაფხულის პერიოდში, რატო აიღეს იარაღი? ბატონო, არსებობდა შიდაწინააღმდეგობები. რა თქმა უნდა, ხო სოციალური კეთილდღეობას იყო. ხო, განხეთქილება მოხდა იქ. ნაწილი გადავიდა და თავისთავად საგარეო იმან ბოლო მოუყვა. იგივე ეგვიპტეში. თვითონ სამხედროებმა დაამხეს ხოსნი მუბარაკი. ხოსნი მუბარაკი გენერალი იყო, ერთი სამხედრო კასტა. მაგრამ გაათამაშეს ეს რევოლუცია ერთი წლით მოიყვანეს ძმები მუსლიმები ხელისუფლებაში. მერე დაამხეს ეს მოხამედ მურსი. შემდეგ ციხეში მოკლეს, მოკვდაო, მაგრამ იგი
დაუჩქარეს მის დედამიწაზე ყოფნას, ხო. დაასრულეს მაგ. იგივე იემენში ალი აბდალა სალეხი. იქაც ტომობრივი მოწყობა. ნაწილი გადავიდა მომიტინგეების დემონსტრანტების მხარეს. სირიაში აიღო. ჯარი 70% გადავიდა მალევე იმის ოპოზიციის მხარეს. იმიტომ რომ ალავიტური უმცირესობამათა და სუნიტური იმას დარღვეული იყო ბალანსი. და ირანში, მივედით ირანამდე. ირანში არც ერთი საჯარო ნაწილი არ გადასულა რევოლუციის მხარეს. არც ერთი მცირე, არც ერთ სოფელში, არც ერთ ქალაქში, არც ჟანდარმერიის ნაწილი, არც პოლიციის, ნუ შახის გვარდია უკტავებით დავისთავა და უშიშროება სავაკი, ეს ხო ზედმეტია საუბარი. ხო, უფრო გაწვნილი და მოტივირებული სტრუქტურები იყო. არც ერთი გუბერნატორი არ გადასულა, არც ერთი მერი არ გადასულა, ეს რატო არ გასცემს? ერთი 3 მილიონი მარტო შახის ბიუროკრატიაში მუშაობდა. ამას დაამატეთ ახლა მათი ოჯახები, ვინც ამ რეჟიმზე იყო დამოკიდებული. პლუს 9 მილიონიანი შახის ჯარი 440,000. სავაკი 15,000 ლამშრომელი 60,000 ან 200,000. თავი გავლენები თან. კი. 200,000-მდე აგენტი, იქ 70,000 ჟანდარმერია, 100,000 რა იყო? 100,000-მდე პოლიცია. შახმარის სურვა უბრალოდ ესე იგი სისხლის ზღვა და ნუ ტახტის შენარჩუნება ასე, ნუ მას ესეც სიტყვას მიაწერენ რომ დიქტატორს შეუძლია მართოს ქვეყანა და სისხლიღوارოს მოსახლეობს და მეფეს არ შეუძლიაო. ბევრი ამას ირანელი ამის გამო კაცად აკრიტიკებს, იმიტომ რომ მის შედეგი რაც დადგა, ეხლა ეს რომ ეჩვენებინათ ეხლა იმ დროინდელ ბოლო პერიოდის რომ ყოფილიყო, მაგრამ გაისრო და გვარდია უეჭველად. მან ჩამოაგდებდნენ პარიზიდან გამოფრენილ ხომეინის თვითმფრინავს ამისი იმ ჟურნალისტიანად ჩამოაგდნენ. ანუ პრაქტიკულად შეგვიძლია თქვათ, რომ დასავლეთმა მოიყვანა სასულიერო რეჟიმი. ხელი შეუწყო, მაგრამ ეგონათ რომ მართავდნენ რაღაც თან ამ შეცდომას უშვებს ეხლა ხო პრაქტიკულად ხა მარტო ეს ირანის შემთხვევა არ არის ქონია თავის ძველ მოკავშირეებთან ჯახი დასავლეთს უნდაც სადამ ჰუსეინთან ხო სადამ ჰუსეინს ხალხს უჭერდნენ ირანისთან ომში ხო რაღაც პერიოდი მაგრამ აი იქაც ისეთი სიტუაცია იყო რაც ბაშარ ასადის პერიოდში იმიტომ სუნიტური უმცირესობა მართავდა და ძლიერ ავიწროებდა და ახშობდა ნუ გენოციდის ტოლფასად ქურთებს და შეიტებს და ისეთი რეჟიმი ვერ გასტა. მაგრამ უბრალოდ ხანაჭერაზე მაქვს საუბარი და რა ანუ მე და ღრმად ვარ დარწმუნებული ამერიკის სასადაზვერო სამსახურების ინტელექტუალიზმში, იმიტომ რომ ეთყობა ეს სოფლიოს ყველგან ეგენი არიან. მაგრამ ეს ნდობა იმისა, რომ სასულიერო რეჟიმებისაც გამოუცხადეს ხო პრაქტიკულად მოიყვანეს ხომეინი, დასვეს, ჩააბარეს. არა, არ კი არ მოუყვანიათ. ხელი შეუწყეს. შეუწყეს ხო ბუნებრივად. იმიტომ რომ მათ უნდათ ახლა რელიგიური წრეების პოზიციები თავისუფლად გაძლიერდებოდა. არავის რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოსანი გათვლიდა რომ სასულიერო პირები შექმნიდნენ ამ თეორიულ კონცეფციას და მეგობრად უყიფეას მიიღებდნენ. არაფერი იქ თავისი მოკავშირეები უხეშად არა შეატენეს ასე უხეშად რო ვთქვა ეგ მეხტი ბაზარგანი პრემიერის სახით იქ არიმ სანჯაბი არარელიგიურ ოპოზიციიდან იქ კიდევ იყო აბულხასან ბანისადრი მე პრეზიდენტი იყო მაგრამ ისიც გააძევეს 91 წელს კიდევ სადეღ გოცადე ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ხომეინის ერთ-ერთი მარჯვენა ხელი იყო მაგრამ დასავლური სპეცსამსახურების მიერ შეტანილი შემდეგ დაიჭირეს ის გადააყენეს დაიჭირეს აწამეს და მოკლეს ხო და ეგონათ რომ ეს მართავდნენ ადგილობრივ რეჟიმს. ხო, დაჭირდებათ იმათაც ახლა ეკონომიკის აწყობა ხომ უნდათ ახლა რატომ უნდა გადაგვემტერონ და აქ სულ სხვა დინებები მიდიოდა. აი მოვიდნენ თუ არა, მეორე დღენა დაიწყეს დახვრეტები ყველა პროდასალურ ელემენტს. კი. 200-ზე მეტი გენერალი დახოცეს შახის. სასაკლაუზე გაუშვეს. არა და ნუ საუბარი იმაზე რომ ჩვენ არ ვერევი და თქვა ყველაფერი ბუნებრივად ხდება Boeing 747 მე ჩავიყვანე პარიზიდან ხო და თან იცოდნენ გენერლებს ჩამოგდება უნდათ როცა ირანის საზღვარს გადაკვეთა ან აეროპორტის განადგურება როცა დაეშვებოდა ჩაუშვეს 100-ზე მეტი 120-მდე ჟურნალისტი რატო გადაეზღვიათ რატო რისთვის როგორ უჭერ მხარს მაშინ რაში გამოიხატა შახის რეჟიმის ხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან ამერიკის მხრიდან აი მაგალითად ბოლომდე უჭერდა როგორ უჭერ რაში ესე იგი ტრანსპორტაზდენი გაზის
და რეზინის ტყვეების მხოლოდ ერთი პარტია მიაწოდეს, ისიც რაღაც მცირე ნაწილი. მორჩა ჩამოგდება. დამთავრდა პირიქით ფინანსები გაქონდათ მთელი დასავლური პრესა მთლიან ერთ დადებით სტატიას ვერ ნახავ შახისადმი. მეკეთილ ხო იმ პერიოდში ახლა ფონი თუ შეუქმენე, ხომენი თუ ჩაიყვანე, გენერლები აიძულე, გადატრალება არ მოეწყო, ნუ ახლა შემოახდინეს რევოლუცია და ვინ მოახდინა კაცო? მარტო ხადაგებით როგორ მოაწყობ შენ რევოლუციას? იმიტომ უბრუნდათ უკან. და შემოუბრუნდათ უკან. თან ისე რომ ამას უკვე ვერაფერს ვერ უზამე. აქ უკვე რელიგიური ინსტიტუცია. რატო ეგეთი მდგრადი წეგან თავინავე სწორად აღნიშნე რომ აი შახის ესე იგი რატო არ ჩამოიშალა აი ბოდიში აი მოსადეყი ჩამოშალეს, შახი ჩამოშალეს ისეთი არმიის მქონე რომელსაც როგორც ამობრო ორ კვირას შეეძლო აღმოა მოსავლით ოკუპირება რომელიც აკონტროლებდა პოლიტიკურ ნარატივებსაც კი ქვეყანაში და პიროვნულ თავისუფლებას აძლევდა ასე თუ ისე შახის რეჟიმით ჩამოშალეს და მივედით ხომეინამდე ხომეინის მერე უკვე ეს ალი ხამეინი და ნუ ლიკვიდაცია მოახდინეს და მე ისე ღებად არ ვიცნობ ახლა მოსწავლეს ახლა როგორც თქვენ და იანუ თუმცა აი ეს გუშაკთა არმიაში ვინც კი გამიგია ვის სახელიც კი დავიმახსოვრე მიუხედავად მათი პოლიტიკური სირთულისა ყველგან განადგურებულია და მაინც დგას ეს რეჟიმი ხო? აი რა აითვისეს ამათო ისეთი რაც ვერ აითვისა წინა რეჟიმი. მარტივად, აქ დიდი ის არ ჭირდება მას. დეცენტრალიზაცია გასაგებია. დეცენტრალიზაცია გაკეთეს მომენტალურად. რომ ერთ პიროვნებაზე არ იყოს აგებული ისე ცენტრალიზებულია, იმიტომ რომ ამ რეჟიმის წინააღმდეგ რომ გამოდიხარ, ვერტიკალი გაგანადგურებს, მაგრამ დეცენტრალიზაციური იმით ხდება პასუხის გაცემა. ცენტრიდან არაა საჭირო იქ რომ აუცილებლად დარეკონე მიდანე თეირანი და რომ რა უყო იმას სისტანდა ბელუჯისტანში აი ამ ვითარებას. იქ ადგილზე იციან რა გააკეთო. თავისებურად ადგილობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე ადაწესებით რო იტყვიან ისე კაცრი გეგმა არსებობს ყველას აქვს რა უნდა გააკეთოს. იცის პერივინაა და როგორ და შახის არმია ისე იყო მოწყობილი ნაბიჯს ვერ დგამდნენ მისი ბრძანების გარეშე, იმიტომ რომ ხალატის ტოლფასი იყო მათთვის ეს. აი ესეთი ცუდი მისი რეჟიმისთვის ვერტიკალი შექმნა შახმა. თვითონ ბრძანების გამცემი არ იყო. გაურკვევლობაში დატოვა გენერლებმა ვინც დააპირებს გადატრელებას მოწყობა დამოუკიდებლად ისინი გაანეიტრალეს დასავლეთმა და ანეიტრალეს როგორ? შენიღბული მუქარებით, რომ ჩვენ მხარს არ დაგიჭერთ, სანქციები დაგედებათ, ტყვია-წამას არ მოგაწვით, იმ საჭირო კომპონენტებს, რაც ირანულ შეარაღებას ჭირდება, იმას არ მოგაწვით და ეს მე დარჩება ესენი, ხო, იმაში ყაზარმებში ტანკები და ის არ იმოქმედებს, კომპონენტები არ იქნა შეძენილი. და იმ პირობით, რომ აი თქვათ, გარდამავალი პერიოდში ახალმთავრობას საჭირდება ჯარი. იმათ შეცდომაში იყო ფსიქოლოგიური შეცდომაში შეიყვანეს ფსიქოლოგიურ შეცდომაში. იმიტომ რომ უყურეთ ყველაზე მთავარი მანდ იყო 79 წლის 11 თებერვლის ირანის უზენაესის სამხედრო საბჭოს შეკრება. შახი უკვე ქვეყანაში არ იყო 16 იანვარს დატოვა ირანი და 11 თებერვალს რო შეიკრიბა გენშტაბის უფროსი აბას ყარაბაღი ხელმძღვანელობდა ამ შეკრებას. და ქვეყანაში იყო თავისთავად შახის მიერ 4 იანვარს დანიშნული შაფურ ბახტიარის არალეგიური ოპოზიციიდან ლიდერის ნაციონალური ფრონტის ერთ-ერთი ლიდერის შაფურ ბახტიარის დანიშნა ლეგიტიმური მთავრობა. და ჯარი დაუქმდება რა ამ ბახტიარის მთავრობას წასვლის წინ. ჯარი ბოლომდე ბახტიარს არ ენდობოდა, იმიტომ რომ რაღაც ეჭვები ჰქონდათ რომ რესპუბლიკას გამოაცხადეს და თავისთავად მონარქიას გააუქმებს. ეს ჯარს არ უნდოდა. ოფიცრობას და გენერლებს. და ბახტიარის მთავრობა არ იყო საქმის კურსში. არ არსებობს შახის წერილობითი ან ტელეფონის ზარით რაღაცა ბრძანება ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე. ჯერ ერთი ირანის სამხედროებს არ ჰქონდათ არანაირი ლეგიტიმური უფლება სახელმწიფო წყობის შეცვლას. 11 თებერვალს. და დაუშვათ 2 საათში ჩამოფრენილი იყო შახი უკან. რა მოხდებოდა? ხო, ანუ ეს საბჭოს შეკრება იყო არალეგიტიმური და სამხედრო წესებიდან გამომდინარე ტრიბუნალის იმას მიეცემოდა სასამართლოს და დახრეტა ადგილზე. ხო, ანუ რა გამოიყენეს, ესე იგი შახის ქვეყნიდან გაძევებით ზეწოლეთ, დასავლეთის ზეწოლეთ. არმიას თავი მოჰკვეთეს.
იმიტომ რომ შახი ბრძანებას ვერ იძლევა. პირადად ახლა კაბინეტიდან ხო არ დაურეკავს ახლა იმაში ეგვიპტეში და შემდეგ მაროკოში მყოფ შახს რომ აი არა არ იყო ჯერ ერთი ესეთი კავშირი მანდ რომ მობილურით დაგერეკა WhatsApp-ი დაგერეკა რომ შახი რეკავს თქვა. ხო, ანუ ესეთი ის მოხდა რომ გენშტაბის უფროსის ხელმძღვანელობით იყო 26 გენერალი შეიკრიბა, მასთან ერთად 27 გენერალი. ნეიტრალიტეტს მოაწერეს ხელი. ბახტიარებს მთავრობა საქმის კურსში არ იყო. შახი საქმის კურსში არ იყო. როგორ? შენ პოლიტიკური ამბიციები ჯარს არ გაქვს. შეგიძლია დამოუკიდებლად მოქმედება. მაშინ როგორ მიიღე, ვისი გარანტიებით? ვინ იყო ეს გარანტორი? ვის დაყვნენ, როგორ ფიქრობთ ახლა? ამერიკა, სხვა მეტი ვინ? იმიტომ რომ ჯარში მაღალი დისციპლინა იყო. საუბრობენ იქ რომ რაღაც დღეში 1000 ჯარისკაცი გადადიოდა, თქვა დეზერტირობის ის იყო მასიური ის. მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება ყოველას. ბოლო-ბოლო ცნობილია ეგერ იმას კაიზერ ვილჰელმ მეორე რომელი საჯარისო ნაწილი აუჯანყდა, ვინ იყო მეთაური, სად რომელ ქალაქებში აჯანყდნენ. იგივე პეტროგრადის გარნიზონი ნიკოლოზ მეორეს აუჯანყდა. სახელი, გვარები, მეთაურები, მათი ქმედებები, ვის შეებრძოლნენ, რამდენი იყვნენ, ყველაფერი ცნობილია და 79 წელს ახლა ცნობილია, არც ერთი ის არ არის, რომელი გადავიდა, რომელი საჯარისო ნაწილი. დაასახელეთ, კი ბატონო, არაა გამორიცხული ახლა 9 მილიონი არმიაში ყოფილიყო, თქვა რაღაც უკმაყოფილება, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ოჯახები ყავდა იქ ზოგი, თქვა ოპოზიციის მომხრეას სიტყვაზე რო ვთქვა, ხო, იქნებოდა შეუძლებელია ყოფილიყო, მაგრამ რაში გამოვლინდა ახლა როცა როგორც კლევარი იკითხავ, სად რაში გამოვლინდა რა, ბრძანება არ შეასრულეს, ბრძანება ჯერ ერთი არც იყო გაცემული და ეს აგიჟებდათ. ნუ იქ შახის ძეგლებს ანგრევდნენ, ამსხვრევდნენ, ამათ ბრძანებას არ აძლევენ რომ ესროლათ, დაეშალათ. თავისთავად დემორალიზაციას იწვევდა. შახი წავიდა, დატოვა. ესენი მარტო ბრძანება არ გასცა. ვისვენ ბახტიარის მთავრობას არ ენდობიან და უსმენდნენ ამერიკელ მრჩევლებს. იქ სპეციალური ის წარმომადგენელი გაგზავნა მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, გენერალ რობერტ ხაიზერი. სხვათა შორის ირანში ჩავიდა შახთან შეუთანხმობის გარეშე. ეს ნონსენსია. ეს რას ნიშნავს? ანუ ჩამოწერილი ყავდათ. ეს როგორი მხარდაჭერაა? რამოდენიმე დღეში სავაქმმა მიაწოდა ინფორმაცია რომ ეს გენერალი ჩამოვიდა და მე შახი წერს მემუარებში რომ ერთხელ შევხვდიო გენერალ ხაიზერსო და ერთადერთი საკითხიო რაც ის ჩემთან განიხილავდა იყო როდის დატოვებო ქვეყანას. რატო აღელვებდათ ახლა ამერიკელებს თქვათ შახი დატოვებდა ქვეყანას თუ არა. არა მარტივად ჯარი უნდა გაინეიტრალებინათ, როგორ დაამხობდნენ მას შეშებს. იქ რო ცხრევა ყოფილიყო საჯარისო ნაწილებში როგორც აგერ დავასახელე. არ დაჭირდებოდა არავის ეჩარევა. ის ბუნებრივად მოხდებოდა, მაგრამ არავინ არ იყო, არც ერთი საჯარისო ნაწილი, ოფიცერიც, უნტერ-ოფიცერიც, რიგითი დაასახელონ. იქ პირიქით ასობით ჯარისკაცი დააპატიმრეს, შახი რო წავიდა ქვეყნიდან. თვითნებურად გადიოდნენ საჯარისო ნაწილებიდან და ესროდნენ დემონსტრანტებს. ეს ხდებოდნენ უკვე რომ ძალაუფლების ვერტიკალი იჩნებოდა და ხო და ნუ თავისთავად ეს ბრძანება რო არ იყო ამან დიდი დემორალიზაცია გამოიწყო და ეს 11 თებერვალს ეს რომ მოაწერეს ნეიტრალიტეტი რამოდენიმე საათში 15-ზე მეტი გენერალი დააკავეს. აი ამ იმიდან ნეიტრალიტეტის იმიდან და მე რაც გამოვიკვლიე 18 ან ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები დახვრიტეს. მომდენო 2 წლის განმავლობაში. ხა თუ ნეიტრალიტეტს აწერე, ან ქვეყნიდან უნდა გაიქცე. ან რაღაც მყარი გარანტია მოგცა, ვინ მოგცეს გარანტია? ის იძახეს რომ ყველაფერს გავანადგურებ მეორე მხარე, რაც შახის რეჟიმთან ასოცირებული. რატო აწერე ნეიტრალიტეტს? ეგერ ყავს გარნიზონი 30000 ჯარისკაცით. ჩაიკეტე, გამოიყვანე და დაიცავე შენი ის. რატო აწერე ნეიტრალიტეტს? ვისი გარანტიით? ამერიკა. და გაუშვეს მე სასაკლაოს ეს გენერალი და დამთავრდა. კი ბატონო, ეს ამით ბოლო მოუღეს შახის ემას რეჟიმს. არმიის ეს გამოცდილება ხო არსებობს, ამიტომაც და რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, პირველი რაც გააკეთა შექმნეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი. ორ თვეში. იდეოლოგიურად მოტივირებული, აღზრდილი გამოზრდილი სასულიერო პირების თქოთ აკვანში ასე უხეშად რო ვთქვათ ეს მებრძოლთა კასტა
და თავიდანვე დაიწყეს დეცენტრალიზაცია, იმიტომ რომ კონკრეტულ ფიგურას შეეძლო თქვა რაღაც დიდი გარდატეხა შეიტანა თქვა რაღაც სამხედრო სტრუქტურის მოდერნიზებაში გენერალ ყასემ სულეიმანი ავიღოთ ან სხვა ის გენერლები, აი რაც თქვით ახლა რომ ეს ყველა ვისაც ვიცნობდი, აი მეც ვინც ხვდებოდა ამ გუშაქთა კორპო 20 წელი უცვლელი, არც ერთი არ დარჩა ფაქტიურად. ვინც დარჩა ის იმაში არიან პენსიაზე. ანუ ბებერიმგლები არიან ასე ვთქვათ, დარჩენილები. ხო, ბებერიმგლები, ანუ გაუნადგურეს. იგივე აი მაგალითს მოვიყვანთ ახლა იმაზე. აქ როგორი მოლოდინი ქონდათ ახლა ირანზე ის აღსანიშნავია რომ იუველირული სიზუსტით ოპერაცია ჩაატარეს. ასეთი წერტილოვანი დარტყმებით, ასეთი იმის სამეთაურო იმის ლიკვიდაცია, არ ვიცი. უპრეცედენტოა გასაგრების ისტორიაში, მე ასეთი არ ვიცი. მე იმის არ მჯერა, რომ რაღაცა გარე როგორც გაასაჯაროა მე რომ თითქოს მოსადი უყურებდაო გარე კამერებსო. აქ რაღაცა შიდა კოორდინაციაში მგონია ისინი რომ იქ კოორდინაცია ვიღაცეება გადასცეს. გარე ახლა ძალებს თავისთავად გააჩნიათ იქ აგენტურული ქსელი. თავისთავად, მაგრამ ახლა ისინი არ იტყოდნენ სხვა რამეს. რა თქმა უნდა. ისინი ხო არ გასცენენ. ჩვენი აგენტები არიან, ხო არ იტყოდნენ. ხო, თავისთავად ამას არ იტყოდნენ, რაღაცა სხვა რაღაცა უნდა ეთქვათ, რამაც ხელი შეუწყდა, ნუ პირიქით უფრო აამახლა. ახლა მოსადის პოტენციალი არაა ჩამოსაწერია, მართლა უძლიერესი სპეცსამსახურია, ესეთ ფენომენალური ისე სავაგზე საბობენ, რომ მოსადის დავარგიშები ხალხი იყო. არა, სავაგზე მოსას კი არა უარდიშია სავაკი. სავაკმა შექმნა ირანის საგარეო დაზრობა, შახის. ამერიკამ უარი უთხრა. საგარეო დაზრობა ჭირდებოდა შიდა პოლიტიკური პოლიციის ინსტრუმენტი. საგარეოს უკვე ამბიციებია, ვიძია, იქ საგარეო რა გინდა შენ? მოგიყვანე ხელისუფლებაში, ამით დაკმაყოფილდი, მაგრამ შეახმა ბოდიში ესე არ გამოვა. 61 წელს ამერიკის ცენტრალური სააგენტოს ინსტრუქტორები გაიწვია და მოსადის ინსტრუქტორები მოიწვია. აი მაგას ეგ ამბავი მახსოვდა რაღაცნაირად მონაწილეობდა. ხო, საგარეო დაზრობა, ირანის საგარეო დაზრობა შახეს შეუქმნა ისრაელმა, იგი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობდა მე რეგიონ დონეზე. ხო და აი ამ ირანის სამხედრო სტრუქტურა დღევანდელი ხელისუფლების ისეა მოწყობილი, რომ მიუხედავად აი ამ წამყვანი გავლენიანი სამხედრო პოლიტიკური ფიგურების ლიკვიდაციას არ მოყვა რეჟიმის დემონტაჟი. აი მცირე მაგალითი აგერ სირიის კონფლიქტი რო ავიღოთ. 2011 წლიდან ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობამდე 2024 წლამდე ირანელებმა, ნუ იქ თავისთავად ათასობით მებრძოლი მიავლინეს, არა მარტო გუშაქთა კორპუსიდან და ბასიჯიდან. არამედ შიიტი მოხალისეები ავღანეთიდან და პაკისტანიდან, ასევე იემენიდან და ერაყიდან. მან ირანელებმა 75 თუ 76 გენერალი დაკარგეს. ძირითადად გუშაქთა კორპუსიდან. გენერალი სირიაში ჩამოიშალა ირანის სამხედრო მანქანა? ამ გამოცდილებაც იყო წინ. სამჭედლო ყავთ ამ კუთხით ირანელებს. ისეთი ახლა ირანის სამხედრო ისტორია როდი დამოდის ჯერ ერთი. აქვთ ეს ტრადიცია და გენერალი დაიღუპა, ამბიცია უჩნდება მის ქვეშემდომს. მე დავიკავო. საპატიოა მისთვის. ხო, აი ისე არა, ახლა ჩვენთან რო ფიქრობ ხელფასზე და იმ პარადზე არის მიმული. მან სხვა мотиваცია აქვს მაგათ. სხვა განცდა აქვს. ეხლა კონკრეტულად რო შევეხოთ ამერიკის ამოცანებს. ნუ რა უნდა ირანს. მე არ მივჭი რომ ბირთვული პროგრამის შეჩერება იყო მთავარი. მაგას ახლა ეს აბსურდი. ეს იგივე არაც ქიმიური არაღი იმაში, რა ქვია, ერაყში. ნუ ის რეჟიმი ისედაც გასანადგურებელი იყო, ბევრი მიზეზის გამო ახლა. იმას მე ცალკე შევეხოთ მე სხვა გადაცემაში, ახლა მოსავლური ოდიოზური რეჟიმების განხილვისას. ის გასანადგურებელი იყო ისეთ რეჟიმთან არ უნდა ეთანამშრომლა ჯერ ერთი ამერიკას. მაგრამ ხო იცი, ჩემი ნაბიჯვარი რო არის, იქ უკვე ჩემია, ხო, ჩემიანია ხო. მე რა ნაბიჯვარი, ჩემიანი ხო. კი. ხო, ჩემ საქმეებს აკეთებს. სადამის ქიმიური და ბიოლოგიური კომპონენტები ვინაწვიდა მაგას იმ კომპონენტებს. ეგერ კონგრესის გამოძიება იყო ამერიკაში, ამის გამო და დასკვნები რომ მთელი რიგი ამერიკული კორპორაცია კონგრესის მიმართ
ფარულად თავისთავად აწრიდა სადამ ხუსეინს ამ ბიოლოგიურ და ქიმიურ ნივთიერებებს, კომპონენტებს. ხო და ეს ტექნოლოგიები არ ქონდა სადამ ხუსეინს, საბჭოთა კავშირს არ მიუწოდებია ესეთი რაღაცა. ხო და იყო ეს მომენტები. აი ეს თვითონ ახლა ამერიკელებს თუ არენდო მათ გამოძიები იმას, ნუ მაშინ ამ შემთხვევაში რატომ უნდა ვენდო რომ ბირთვულ ბომბს ქმნიდა ირანი. ხო, მე მიმაჩნია რომ ახლა ეს იყო უბრალოდ საბაბი. მან უფრო დიდი ამოცანები დგას დღეს ჩინეთის შეკავება და ჩინეთთან ერთად მთელი რიგი ასე რომ ვთქვათ ბონუსების მიღება, რაც შეიძლება ამ ირანის კრიზისს მოყოლოდა. მაგრამ თვალ ისე არ მიმდინარეობს ახლა როგორც მათ მოდათ. რეჟიმის ჩამოშლა დაიწყო და ხა იქიდან რომ დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში მასშტაბური რეაქციები იყო. მე ვიტყვი რომ სამართლიანი მოწოდებით, მაგრამ რაში გადაიზარდა ეს სხვა არის. ეხლა მე ეჭვება რომ საფრანგეთში ახლა გერმანიაში დემონსტრანტები რო გამოვიდნენ და რადიკალურად და ახლა ესროლონ იმას პოლიციელებს, ნუ ახლა იქ და თან მე რო გამოვიდეს იგივე დაუშვათ აი რუსული აქციები რო იყოს პუტინმა რო თქვას რომ მე იარაღი მივეციო. ან მე ეგეთი რაღაც არ მახსოვს რომ დემონსტრაციიდან რავი ერთ თვეში წელები გადის იხსნება გრიფის საიდუმლოები და მე აი ხო ამბობდით რომ ამერიკა მოაწყო რევოლუცია რაღაც მე ხდება ხოლმე ცნობილი და ამან თვენახევარში თქვა რომ მე მივეციო იარაღი ჩაუშვა ხო მან ახლა სახელებენ ესე თავისუფლება ნუ გასაგებია მაგრამ ახლო მოსალვეში თავისუფლება თავისებური სპეციფიკური ისაა დატვირთო ახსნა ჩვენ რო გვესმის ისე ჩემ ტერს ახლა ქართველი რო ახლა თავისუფალი რაც უნდა ისე აკეთებს იქ რომ მიუშვა და ეს იქნება არ ვიცი ეს იქნება რაღაც კატასტროფა რეგიონისთვის ასე არ გამო რაღაც ჩარჩოები უნდა მართოს იმიტომ 100 მილიონი სახელმწიფოში სადაც იქ 90% 90 თუ 92% შიიტია 98% ძალიან მუსლიმია იქ ცხოვრობს არაბი სუნიტები ირანელი აზერბაიჯანელები 25 მილიონამდე მერე სპარსელები 50%-ზე მეტი ბელუჯი სუნიტები შემდეგ ბახტიარის ტომები ლურების ტომები მაზანდარალები კიდევ სხვადასხვა ის ქურთები ავიღოთ ცალკე კიდევ თან ახლო აღმოსავლურ სპეციფიკაში რომელი დალაგებული მეზობელი ყავს ახლა ირანს ახლა ავსტრია შვედეთი და გერმანია რო ყოფილიყო ირანის სამეზობლოდ სხვა ვითარება იქნებოდა იმას გავლენა ექნებოდა ირანზე მაგრამ რანაირი რეჟიმები ესაზღვრება ახლა ირანს ერთ-ერთი ნორმალური არის აქედან აქეთ ჩრდილოეთ დასავლეთ ნაწილში აზერბაიჯანი და სომხეთი და თურქეთი იქით უკვე ერაყი რა სახელმწიფოა იქით ავღანეთი ვიცით იქით პაკისტანი კოლონიალური წარსული გააჩნია ყველა ამ სახელმწიფოზე კოლონიალური წარსული კიდე სხვანაირად მოქმედებს რეგიონზე ხო იგივე სირიაშიც ეხა ალავიტების აღმავლობას წინ რაღაც ისტორიები უდგას ესე თავში არ მოხდარა ხო და ეს წარსული კიდე უფრო და მერყევს ხდის ამ რეგიონს ხო და ირანელებს ეს აქვთ ეს მეხსიერება იმპერიული წარსულის ჩვენ ხო გახსოვს დავით აღმაშენებლის ის კაცო როდინდელი ის ხო და ისინი სულ იყვნენ იმპერია კაცო უბრალოდ ყაჯართა დინასტიის პერიოდში მოხდა მათი ის დაამცრობა დამცირება ნახევრად კოლონიად იქცნენ ყველასთან წააგეს ომი ყველაფერი წააგეს მოგებული ყაჯართა დინასტიის მიერ არაფერი არ არსებობს და იმიტომ ეზიზღებათ ყველა საძლურელი დინასტია ირანის ისტორიაში და ეს მეხსიერებაში აქვს საბჭოთა ჯარების ოკუპაცია, ბრიტანელების ოკუპაცია, მერე შახის ხელისუფლებაში მოყვანა ეს ინტერვენცია, ნუ გარედან დასმულ ხელისუფლებას არ მიიღეს მიუხედავად იმისა, რომ შაჰმა რა გააკეთა ირანის სუვერენიტეტისთვის. რაც დავასახელე. კი ბატონო. ხო, ეს კარიბის კრიზისის გამომჩნდა. ხო, ბირთვული კობინები განალაგა ხრუშჩოვმა კუბაზე. საპასუხოდ ხო გაატანია შემდეგ რომ თურქეთიდან 60 წელს 53-ში მივიყვანს 60 წელს ირანის შაჰი არ იყო ისე ძლიერი რომ თავისის ეკარნახა რაღაცებს ცდილობდა რატო არ იყო ირანში ბირთვული ბომბების განლაგებული ხო შეეძლო რომ ჭირდება ეხლა მე გეოპოლიტიკურ თამაში ხელი შემიწყო ხო მოგიყვანე ხელისუფლებაში თურქეთში რატო იყო რატო მიუშვეს რომელი იყო უფრო კოლონიური ამ კუთხით და მარიონეტული განელაგებინა და უფრო დიდი სავაჭრო იქნებოდა მაშინ ხრუშჩოვთან. იქიდან გაატანინა და თავისად კუბიდან გაიყვანა, მაგრამ
აქედან ხო გაიტანა, რაც საბჭოთა კავშირის საფრთხე იყო, მაგრამ ირანში რატო იყო შახმა ნოტა გაუგზავნა ხრუშოვს კრიზისამდე დაწყებით 1-2 კვირით ადრე. ნოტა გაუგზავნა ხრუშოვს, სადაც იყო ნათქვამი, რომ ირანი არ დაუშვებს მოწყო ქვეყანამ ირანის ტერიტორიაზე გაანარაგოს სარაკეტო კომპლექსები, ბაზები. და ამის შემდეგ დათვა ურთიერთობა იქ. როგორ მარიანოტია ეს? რანაირი. რო არ იყო ინდოას მიიღო მე. ხო, ნუ ბოლოს ის კი გამოუწერეს ახლა იქ. განაჩენი. აი ხა მაგრამ რა მიიღეს შედეგად? რა მიიღეს ესეთი რეჟიმი, რომელსაც სჭრი თავს 1-ის და ამოდის 3 და აქ ხა მნიშვნელოვანი რა არის? ხა ეს ზავზეც CNN-მა გუშინ დაახლოებით ესეთი რაღაც სიუჟეტი ჰქონდათ, რომ სტატია უბრალოდ რომ იპოვესო დაზვერვა მოგვაწოდაო ინფორმაციაო და აღმოჩნდაო რომ ესე იგი ბალისტიკური რაკეტების კომპლექსო მიწაშიო ამათ ხონდათ დამალულიო და ავიაციის დამობის შედეგადო ჩარჩაო მიწაში და ეხა ხრიანო რა ამოაქვთო რა გარკვეულწილად მიენიშნეს რაზე რომ ამ ზავის პერიოდში რომელიც რანერი ზავი არ ვიცი გრძელდება დღეში ერთხელ სროლები მიმართულებით ზავის პერიოდში გადაჯგუფება ხდება გადაიარაღება ამობენ ირანზე და თვითონ ნეთანიაჰუც და მათ შორის იქ ამერიკელთა ჰექსეტმას თქვა რომ ჩვენ რაღაცნაირად ჯგუფდებით ანუ ის რომ აქ რაღაცაზე შეთანხმდებიან ჯერ აზე უნდა შეთანხმდნენ კაციშვილმა არის ის აბსოლუტურად სხვადასხვა ენა მოუწევს შეთანხმება. ხო, დრომი გამოსავალი არა. სადღაც მოუწევთ, მაგრამ ეს სადღაც რა წერტილია, აი ამ წერტილის დანახვა ცოტა ჩემთვის ამ ეტაპზე დღეისთვის მოდელირების ხმა შეგვიძლია. ხო, ეგ რა თქმა უნდა. რა იქნება არ ვიცი. უბრალოდ მე მგონია რომ აი გავა ეს 5 დღე თუ რამდენიცაა დარჩენილი დროებით ზავისა და შეიძლება დიდი შანსია ჩემი აზრით რომ გადაჯგუფება მოხდება და დაარტყავენ. კი ბატონო, კარგით ახლა იმის გაგრძელებას გავყოთ მიზეზებს ბირთვული იყოს საბაბი არსებობდა ეგრე ვენის ხელშეკრულება 2015 წელს ეს არის სრულად ევროპული წყაროები მაშინ ესე იგი საფრანგეთმა გერმანიამ დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი ჩინეთი და ამერიკამ ეს და ირანი ცალკე 5+1 თუ 6+1 კი, ხო, ნუ ესეთი ფორმატები იყო, ხო, ირანი და 5+1 ასე რა. თუ +5 რა. და იცვლებოდა იქ. ხო, იცვლებოდა ეს კომპიუტერი, მე შეუერთა ის ჩინეთი და რუსეთი, ნუ ისინი ახლა ამ თანაინიციატორები არ იყვნენ ამ ის იყო ევროპული ქვეყნების ინიციატივა. და თვითონ ესე იგი საერთაშორისო ესე იგი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საიტზე ინფორმაციები რო ჩაწეროთ დღეს ახლა შეგიძლიათ გადაამოწმოთ და კითხოთ ხელოვნურ ინტელექტს უпроსტორად რა დასკვნებს წერდა 2015 წლიდან 2018 წლამდე როდესაც ამერიკა გავიდა ხელშეკრულებიდან რა დასკვნები იყო კითხეთ და მოგაწოდოთ კარგად განუმარტოთ ეს შეთანხმება მოიცავდა იმას რომ ესე კონტროლი ქონდა ამ ქვეყნებს გეტყვით ახლა ირანის ბირთვულ პროგრამაზე გეტყვით ახლა როგორ ის იყო მანდ და კითხოთ ასრულებდა თუ არა ირანი მას შეკრულებას რაც თავის თავზე იყო ეს ნაკისი ვალდებულებები და წყაროების იქ მიგითითებთ უშუალოდ გადახვალთ და ლინკზე და გადაამოწმოთ შემდეგ თარგმნით უკვე იქ ყველაფერი წერია ასე იგი ამ ხელშეკრულების ფარგლებში ირანს ეხსნებოდა სანქციები ეტაპობრივად იმის მიხედვით რამდენად შეასრულებდა ირანი ეხებდა ვალდებულებას ესე იგი თავისთავად ურანის გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანას ეტაპობრივად უცებ თავისთავად არ გაიტანდა იმიტომ რომ როჩაშლილიყო მე დარჩებოდა ისე ურანის გამდიდრებას შეწყვეტდა ბირთვული პროგრამის სამხედრო თვალსაზრისით სამხედრო მიმართულებით განვითარებას ფორდოს ბირთვული ობიექტი სამეცნიერო კვლევითი ბირთვული მათ ობიექტად არჩებოდა მშვიდობიანი იმის პროგრამის ფარგლებში თავისთავად ეს ყველაფერი კეთდებოდა დასავლეთის 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ ამ ატომური ენერგეტიკის აგენტოს მონიტორინგის ქვეშ 15 წლიანი ვადი და შემდეგ უკვე ეს უნდა გახანგრძლივებულიყო თუ მხარეები რაღაც წინააღმდეგობა ის არ იქნებოდათ და შემდეგ თავისთავად ეს ამ პირობების შესრულების შემდეგ
ირანს მოხსნა სანქციებს. 2018 ტრამპი გავიდა, რატო გავიდა? მოამზადა პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ესე იგი. კი ბატონო, კი მოამზადა. თუ ირანი არ ასრულებდა, დაარღვევდა, მაშინ ჯობდა იმ არსებულ მოდელის ფარგლებში მომხდარიყო ეს, სადაც იქ ევროპული წამყვანი ქვეყნები იყვნენ ამის ინიციატორები, შენ როგორც წამყვანი სოფლიოს სახელმწიფოს მყარი გარანტორი ასე, ამის შესრულების. თან რუსეთი და ჩინეთიც თანამონაწილე, რომ ირანსაც შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები. და ირანს რო დაერღვია ეს, უკვე ლეგიტიმაციაც გექნებოდა მათ თვალშიც, რომ დღეს გაყვირი ხარ, რატო არ მეხმარებით ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაშიო. და არ ერთვებიან ისე, იმიტომ რომ იმათ ახსოვდის გამოცდილება, რაც იყო ეგერ ვენის ხელშეკრულებას რო იღო თუნდაც. კი, სტრაბერმა დღეს ასრულებდა, თუ მაშინ ასრულებდა ირანი იმ ვალდებულებას, რატო გახვედი და რატო ჩაშალე ეს? სხვათა შორის მაკრონმა და სტრაბერმა დღეს 40 ქვეყნის დელეგაციის მიღების ფორმატი შექმნეს, სადაც ჰორმუზის სრუტის სამშვიდობო რაღაცა ევროპული ფორმატის ჩაესუნდათ რა, ჩამოყალიბება და ფაქტია რა, ყველა ქვეყანა მოარი უთხრა. ამ ტურაში მონაწილეობას. და რატო უნდა ჩაერთონ? რა უნდა სარგებელი უნდა მიიღოს საფრანგეთმა ეხლა რომ რა უნდა გაგზავნოს ჯერ ერთი რეგიონში. ისეთი რაც ამერიკას არ გააჩნია, რა და აკლია. რა აქვს ახლა საფრანგეთს ისეთი, თქვათ, რაც ამერიკას ეჭირდება, მაგრამ ყველა უნდა ჩაეთრიოს ახლა, რომ თავის თავზე მარტო არ აიღოს, მაგრამ ვინ მოხარშა ეს ყველაფერი ახლა, ვინ შექმნა ეს ვითარება? 2018, ანუ შეცდომებზე არ უნდა ისაუბროთ? 79-დან ის შეცდომა არ იყო დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ხო? ეგონათ მართავდნენ, ვის მართავდნენ? სასულიერო პირი გახდებოდა შენი იმის ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესების შემსრულებელი? ანუ როგორ მოუვიდათ ეს თავში ჯერ ერთი? წეგან თქვით რომ მოუწევთ მშვიდობაო და ის გამოცდილება არსებობს, ხო? შევასრულე 2015-ში, 18-ში გახვედი. მე მოლაპარაკებაზე დამიბარე, ვიყავი აგერ მოლაპარაკებაზე და ამ დროს შარშან ჯერ კიდევ კი 12 დღიანი იმის ომის დროს, ხო? ისრაელმა რო დაიწყო, მე ამერიკა რო შევერთა ბოლოს მოლაპარაკება და ალი ხამენი თავის შვილიშვილთან, იმასთან, ოჯახთან ერთად, ანუ ეს დობის დეფიციტი უკვე აღარ არსებობს, ხო ირანის მიერ. თავიდან ახლა როგორ დაიწყო ეს გადაცემა? თვითონ რიტორიკიდან. ანუ ასეთი რიტორიკა და ის ახლა რაც იქნა გაცხადებული დობა რანაირი არსებობს თქვენ თუ დაუჯდებოდით აბა მაყურებელმა კითხვა ასეთ ვითარებაში და მშვიდება როგორ გაფონდეს მაშინ დაგიბარეს სამშვიდობო იმაზე და მოგიწყდეს ხელმძღვანელობა დაგბომბეს მეორეჯერაც იგივე განმეორდა თუმცა აფხაზეთში ასე არ მოხდა კი ეს იმპერიების დამახასიათებელი ანუ ისე რუსეთმა ასე არ გააკეთა კი დაგვიბარეს თვითონ დროებითი გაგვანიარაღეს დაგმომბეს ამოხოცეს და ბოლოს შედეგი ეგერ ვიცით როგორ დასრულდა ჩვენს პატარა. როგორც ახსენეთ, ეს იყო უფრო საბაბი, აქ უფრო ფართო გეოპოლიტიკური თამაში მიმდინარეობს. ერთი ნავთობის ფასების მატება ურტყამს თავისავად ევროპას. მაგრამ ძლიერებს რუსეთის პოზიციას. ახლა ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება უკრაინის კონფლიქტში რაღაც ესეთი არადამაჯერებელი მხარდაჭერის იმით შემოიფარგლება, ხო, რიტორიკა. გაურკვეველია ის. ხო, გაურკვეველი, ახლა ფარულად რაკეთება ეს ბევრი ისეთი გვინახია ისტორიულად, რომ ერთი ძახონი და აკეთებდნენ სრულად საპირისპიროს. ახლა ჩვენთანაც აგერ რუსეთი აფხაზეთის კონფლიქტის დროს ერთი ძას ხოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მხარდაჭერა და მეორე მხრივ ახლა ძირი გამოგითხარეს, ხო, ახლიჩეს ქვეყანა. იგივე შეიძლება აქაც ხდება, მაგრამ რაღაც ცუდი მას წინათ გზნობას ქმნის მაინც. არის რაღაცა შეიძლება დიპლომატიურად ისე შეფუთოს საუბარი, რომ ახლა ისიც არ შეწვა და ესეც არ კონსპირაციაც არის ვაგისი, რომ დაუშვათ ალიასკაზე დალაგდება აი ამ მეთოდზე, რომ ხა ამ ომით ევროპა ზარალდება და იმ რესურსს აცლის რა რესურსის რეალობაში მე უკრაინის ფრონტზე მიდიოდა ევროპის მხრიდან. ხოდა თავის არის ეს კონსპირაციას კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთი გამოდის რომ გამოეთიშა თეირანი, პეკინის და მოსკოვის ღერწს აი ამ სამხრეთულ გეოპოლიტიკურ ბლოკადას და ეს რუსებისთვის ამდენად ვისაღებია, ეგეც საკითხავია. თუმცა შეიძლება უკრაინა უღირს ამისათვის რეჟიმს. არა, ხა ირანისათვის ხა რუსეთი თავს ვერ დადებს, ვერ ჩინეთი. კი ბატონო. მაგრამ უბრალოდ სირიაში რამდენი რესურსი ჩადეს ყველა მონაწილეამ რუსეთმა დაიმან. ხო გააძლევინეს, მაგრამ
ბოლოს არის აი თქვათ რესტორანში რომ შეუკვეთავ და ბოლოს რომ გადახედა უკვე მენიუს ჩეკს იქ მიხვდები კიდევ გააგრძელო შეკვეთა თუ და უკვე დაასრულა სოფლიო ადგილი. იგივე იყო ზედმეტი ხარჯები იყო უკვე იქ და შეუძლებელი იყო ასადის რეჟიმის შენარჩუნება. კი ბატონო. უკვე მთლიანად უკვე ირანულ და ამერიკულ იმაზე იყვნენ იარაღზე იდგა ეს რეჟიმი. ძირმომპალი და არაპოპულარული იყო ასადის რეჟიმი. ხო და ამ ვითარებაში ხა ირანის მდგრადობა უფრო ძლიერია, ხო? აგერ რამდენი აქციები ის მოხდა. ხო, რეჟიმი ვერ შეარყიეს. ძლიერი ისა თავისთავად ეკონომიკური დარტყმა. ირანის ხო ინფრასტრუქტურა კატასტროფა. ხედრო ინტერვენცია და მაინც ფიაზეთ გაიგო. კატასტროფული ისა დანაკარგები ინფრასტრუქტურა და სამხედრო და იმის კენეულია თავისთავად ნებისმიერისთვის. არ ნიშნავს რომ ახლა ირანის ფეხებზე კიდია და არ იმჩნევენ, მაგრამ დგას და აქვს ამის რეგენერაციის და თქვათ ამ ჭრილობების თქვათ შეშუპის და სიტუაციის სათავისოდ გამოყენების უნარი. აი წერტილი. რა ბერკეტები აქვს უკვე დავასახელეთ ირანს. ესე იგი გათვლა იყო თავისთავად ჯერთი საპროტესტო აქციების ხელშეწყობით, იარაღსაც ვაწვდიო ქურთების ხელებით, მაგრამ ქურთებმა დაიტოვეს. იარაღის მიწოდებით შიდა სამოქალაქო ომი დაწყებული იყო. ეს დღეისათვის ეს ხო რა იქნება 10 წლის მერე არავინ არ იცის, მაგრამ დღეისათვის რა დღესაა ეს ამოცანები დღეს მიმდინარეობს და დღეს ჭირდებათ ამის გადაჭრა რა ხვალ ზეგისთვის, მაგრამ ამის ბაზა არ ჩანს. შეიძლება მივაწეროთ ან რეჟიმის უფრო გამკაცრებით, მაგრამ ვფიქრობ ამასთან ერთად პარალელურად კიდევ თვითონ ირანელების თვითშეგნობით რომ უცხო ტანკების მეშვეობით ხელისუფლებაში მოსვლა არ ეკნებათ მაგათ. კი ბატონო. ყველა მოღალატება ჩაითვლებიან. ბუნებრივია, არა მხოლოდ ირანის ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის ლოგიკური ამბავი რა. ხო, აგერ ის რო ვიღოთ ახლა ირან-ერაყის ომის დროს. სადამ ხუსეინი შეიჭრა ირანის ხუზესტანში, ხო, პროვინცია არაბისტანს უწოდებდნენ ისინი არაბები, მაგრამ არაბები სუნიტები დასახლებდნენ. შეიჭრა სუნიტი სადამ ხუსეინი და არ დაუჭირეს ხარი. სუნიტები ძირითადი ნაწილი გადავიდნენ ირანულ ხარს. რატო, რანაირად, როგორ? ეგერ სუნიტი ძმები მოდიან, შიიტები ხო ჩაგრავენ კაცო. თან თეოკრატიული რეჟიმი დამყარდა, ფუნდამენტალისტები. იმათა როგორ ხარ? ესე იგი ადგილობრივი მენტალობაც ხო უნდა შეიცნო, გაიგო. ხო? ამას რო ეთვალისწინ, იგივე ეხლაც აგერ ეს შიდა ის აჯანყების ის ვერ მოხერხდა. პირველი ჯერ სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობით რომ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში მოხდებოდა განხეთქილება, რომელიც სისტემას დემონტაჟს გამოიწვევდა, ტრანსფორმაციას დასავლეთის სასურველ შედეგამდე. ეს არ მოხდა. მოსახლეობის აჯანყება იარაღის მიწოდებით, აჯანყება რა, მათ ბაზა არის ახლა აჯანყების ახლა ეს უნდა ითქვას, მე ირანში შაშანობა ნაყოფი იანვარში და ვინ შემხვდა იქ ახალგაზრდები ყველა შახის მხარდაჭერაზე ყვიროდა. უნდა რა მაგასაც რაღაც შახი ასოცირდება მაგის პერიოდთან დალაგებულ ცხოვრებას. დალაგებულ ცხოვრებას მინიმუმ დუბაის დონემდე უნდა ვიყოდო. კი. ერთმა ახალგაზრდამ მითხრა. ხო და აკვირდებიან როგორ ცხოვრობენ ჩვენს დიდარი სახელმწიფო ვართ, მაგრამ იხარჯება უაზრო იმნებში. თავისთავად უნდა და აქ ნოსტალგია და იმ პერიოდთან რომელიც ასოცირდება ნორმალურ სტაბილურ ცხოვრებასთან. ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი თავისუფლების აღქმასთან. პირადი თავისუფლება ხო თამით უმეტეს შახის რეჟიმი არ ერეოდა ამ პირად ცხოვრებაში. თურმე იმ პოლიტიკური მოთხოვნები რაც დაერთო იმ პირად თავისუფლებას რაც არსებობდა. თურმე ეს ზედმეტი მოთხოვნა იყო თან ცივი ომის კონტექსტში. იმიტომ რომ უკვე რელიგიური დიქტატი შეიცვალა და ეხლა ეს არ უნდათ. გეუბნება მე დავიხურე ახლა ჩადრის დემონსტრაციულად 79 წელს ახლა 100,000 ხალი გამოვიდა დემონსტრაციულად დაიხურეს რომ შახის რეჟიმის თქვათ წინააღმდეგ ვინც გამოდიოდა. ეხლა ითხოვენ მოხსნათ ვერ გავიგე. ის გაეყარე უშეღარის ამბავია, მაგრამ ჩამოყალიბდი ჯერ აგინდათ, მაგრამ არის ახლა ეს არის რეგიონი, თუმცა ის ფაქტი რომ სუვერენიტეტისთვის ბრძოლის გრძელვადიან აი ამ პროცესშია ირანი გასაგებია. მე უბრალოდ კიდევ იმას დავუბრუნდები, რომ აი მშვიდობა, რეგიონის მშვიდობა ეხლა არის ძალიან ესე იგი რთულად მიღწევადი ამბავი. იქ ვიღაცამ უნდა წააგოს. ერთადერთი გამოსავალი უნდა იყოს. თუ არა და შედეგები იქნება კატასტროფული სხვების. მე სამწუხაროდ თუ ეს არის შედეგი კატასტროფისგან, მაშინ ეს მიღწევადია. კი ბატონო. ჭყალებში წარმატებას გესურვებთ, ჭყალებში. კი. ეს მიღწევადია.
მაგრამ თუ სხვა მიზნები, რაც გაჟღერებული ქონდათ რიტორიკიდან. კი. ვირტუალური პროგრამის შეჩერება და მთელი რიგი რაღაც პროქსი ძალების დაფინანსების შეწყვეტა, ასე შემდეგ, გეგონება სხვები არ უჭერენ პროქსი ძალებს ირანის წინააღმდეგ. ეს კომპლექსური უნდა იყოს, იმიტომ ირანი არ უშვებს ამ ბერკეტებს. იმიტომ რომ რო შეწყვიტოს, შენ შეწყვიტავ იქ მთელი რიგი ტერორისტულ დაჯგუფებას, ვინც ირანის წინააღმდეგებს შეწყვიტა ამ დაფინანსებას. ეს აქ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას, ეს რომ მოხდეს. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს. ხო და ესე იგი, ვერტიკალი არ ჩამოიშალა ამ სამხედრო პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციით, მოსახლეობის აჯანყება არ გავრცელდა, თქვათ, იარაღის მიწოდებები იყო იქ მთელი რიგი შეტაკებები, 1000-ზე მეტი დაიღუპა იქ ირანელი პოლიციელი და ეს გუშაქთა კორპუსი, საიდან როგორ ანაირად. ხო და კი ამ კაც რეჟიმი, ყველა კაც რეჟიმი ახლომოსავლეთშია. საუდის არაბეთში ის არის ახლა დანიზა ნორვეგიის ტიპის დემოკრატიული წყობა, იქაა თავისუფლებები? თქმა უნდა, იგი ჯერ ერთი არც ერთი პოლიტიკური პარტია არა საუდის არაბეთში. და არავის არ ირჩევენ, იგა მეფე. თქმელად უფრო დემოკრატიულია ირანი, აი თანამედროვე გაგებით, ვიდრე ამიტომ დემოკრატიულობა ნუ გვესმის ბელგიის და იმი ჰოლანდიის სათვალეებით, უნდა გვესმოდეს ადგილობრივი სპეციფიკა. ეგერ შახმა მოახდინა რეჟიმის ლიბერალიზაცია და მოვიდნენ ესენი. არ გამოდის ასე 100 მილიონი სახელმწიფოს მართლა თქვენ ის ხო არ გონიათ კაცო ყველა რაც უნდა ისაკეთოს მაშინ არ იქნება სახელმწიფო ხო და გამოდის რომ მოსახლეობის მთავარი არის მენ სტაბილურობა იმიტომ თუ სტაბილურობა არ იქნა რა მნიშვნელობა რა რეჟიმისკენ იქნები შენ თუ ყველაფერი განადგურდა და ავღანიზაციასთან სირიზაციის გზას შედგა რა აზრი აქვს მაშინ შენ იმას სელობებს რაღაცას მიაღწევ რას მიაღწევ თუ დაიშალა ქვეყანა სამოქალაქო დაიწყო რა უნდა რა ვიცი რა უნდა ეს სტაბილურობა არის სართულად ვისაღწევი საბოლოო ჯამში რაღაცა მე მგონია რომ აქ კიდე არის ერთი ამბავი შიდა თვითონ აი როგორც ვიეტნამში აიძულეს შეერთებული შტატები როგორც ავღანეთში რაღაცა ზღვარი აქვს ყველაფერს და ნუ ამ ზღვრისკენ შეიძლება ფიქრობს რომელიმე მხარე რომ მივიდეს და მე არ მგონია ეხა მართლა ცივილიზაცია უნდა განადგურდეს მაგ შემთხვევაში რომ აქ რაღაცა დასრულდეს. ხო, და ახლა ეს ფაქტორები ვერ გამოიყენეს რეჟიმი რომ შეეცვალათ, ეს ლიკვიდაციის კამპანია უკვე შედეგის მომცემია, მოსახლეობა არ ჯანყდება, სეპარატისტული რეგიონების აჯანყება ვერ ხერხდება, ვერც არაბების, ვერც ბელუჯების, ვერც ირანელი აზერბაიჯანელების, ბოლო-ბოლო ალი ხამენი იყო აზერბაიჯანელი. იმ დაღუპული გუშაქთა კორპუსის გენერლების ესე იგი 15 მეტი დაიხოცა, მაგრამ მე იქ 15 რო დავთვალე პირველ ორ კვირაში. მე მიემატა კიდე. 5 იყო აზერბაიჯანელი. შარშან ლიკვიდირებული გენშტაბის უფროსი მოხამედ ბაყერი აზერბაიჯანელი იყო. ვის უნდა უჯანყდეს ირანს მართავს სპარსელებთან ერთად. რატომ უნდა გამოიყოს ირანს? აი ირანელი აზერბაიჯანელი, ის სხვა აზერბაიჯანელი, ეს ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელი არა, ის სხვა მენტალობა და სხვა ის საქმე. თავრიზია რა. ხო და ამ მთელი ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რამაც ის შედეგი არ დადო, რასაც დასავლეთს სურდა, ნუ უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ ირანის შესაძლებლობები ამ კუთხით უფრო დიდი ხანი გაქაჩოს, ასე რომ ვთქვათ, და ზიანი მიაყენოს პოტენციურ მოწინააღმდეგეს, დიდი საფასური გადაახტევნოს მისი ლიკვიდაციისთვის ან ჩამოშლისთვის. თავისთავად ეს უკვე გვიჩვენებს იმას, რომ ეს კონფლიქტი ან უფრო მიიღებს უფრო ფართო მასშტაბიან ხასიათს და ასეთ შემთხვევაში მოგებული იქ არავინ არ იქნება, ირანი თუ წაგებული იქნება, იქ მოგებული არავინ არ იქნება რეგიონში. ისეთი კატასტროფული შედეგები დადგება. მაგრამ თუ საბოლოო შეთანხმება შედგება, ნუ და წესით უნდა შედგეს სამშვიდობო მოლაპარაკებები. რა ფორმატით, ვის მეშვეობით, იმიტომ რომ დობა არ არსებობს, ეს ჯერ უცნობია, მაგრამ ირანმა თუ რაღაც არ მიიღო სარგებელი ირანი დასმომებებზე არ წავა და წავა ბოლომდე. კი ბატონო, აი მეც სწორედ ეგეთი სამწუხაროდ უფრო ეს მეორე ვერსია მგონია რეალობა. ჩვენ ვიქონიოთ იმედი იმისი, რომ რეგიონ შვიდობა იქნება, იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას და ჩვენზე განსაკუთრებით.